წლების განმავლობაში ირანი რუსეთს იარაღით ამარაგებს, განსაკუთრებით შაჰიდის დრონებით. ეს იარაღი ჩრდილოვანი ფლოტის გემებით, საიდუმლო მარშრუტებით, კასპიის ზღვის გავლით მიეწოდება. და ახლა უკრაინა ამას აღარ ითმენს. უკრაინამ ეს საიდუმლო იარაღის მარშრუტი გიგანტურ ცეცხლის ბურთად აქცია, როდესაც დრომით დონებით დაარტყა ირანულ გემებს, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებოდნენ. მაგრამ ეს ამბავი უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ დარტყმები. აქ ჩვენ ხედავთ, როგორ ერთიანდება ორი ომი ერთში. რუსეთი, ირანი, უკრაინა და აშშ ახლა ჩართული არიან კონფლიქტში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს. ხედავთ თუ არა გლობალური ომის დასაწყისს. შესაძლოა, მაგრამ მოდით დარტყმებით დავიწყოთ. 25 ივლისს უკრაინამ კასპიის ზღვაში მცურავ გემებზე დარტყმების ტალღა განახორციელა. ერთი შეხედვით ეს გემები ჩვეულებრივ სავაჭრო ხომალდებს გავდა. ისინი ასეთი არ იყვნენ. ეს გემები ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს, რომელსაც რუსეთი და ირანი იყენებენ იარაღისა და ნავთობის ერთმანეთში გადასატანად. უკრაინისთვის ეს მდგომარეობა უკვე აუტანელია. იარაღი, რომელსაც რუსეთი იღებს, მათ შორის დრონები და რაკეტები, უკვე დიდი ხანია გამოიყენება უკრაინული ქალაქების დასარტყმელად და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად. ამიტომ უკრაინამ მიიღო ზომები. და ის არ ერიდება მსოფლიოს ამ შედეგების შესახებ აცნობას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხზე მსოფლიოს დარტყმების შესახებ აცნობა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კასპიის ზღვაში განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმებიდან. კერძოდ ეს არის ხომალდები, რომლებიც ირანთან ერთად სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ და ერთი სამხედრო გემი განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე დეტალურად აღწერა შეტევები ეკატერინბურგში მდებარე ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, როსტოვ-დონზე საწოვისა და ზეთების საწყობზე განხორციელებული დარტყმა და დრონებით თავდასხმა საწარმოზე კიროვში, რომელიც აწარმოებს კომპონენტებს იმ იარაღისთვის, რომელსაც რუსეთი უკრაინაზე ესვრის. ზელენსკის თქმით, ეს უკანასკნელი დარტყმა განხორციელდა დაახლოებით 1200 კილომეტრის მანძილზე, რაც აჩვენებს თუ რამდენად შორს შეუძლია ახლა უკრაინას დარტყმების განხორციელება. მაგრამ აქ თავარი ყურადღება ირანის ხომალდებს ექცევა. უკრაინამ ახლა დარტყმები განახორციელა სხვა ქვეყანაზე რუსეთის გარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ორი დამოუკიდებელი ომი ახლა ერთში გაერთიანდა და ეს გზას უხსნის გლობალურ კონფლიქტს. დარტყმების კადრები ბევრს ამბობს. უკრაინამ ახლა კასპიის ზღვაში 3 ხომალდი დააზიანა, რომელთაგან მინიმუმ 2 ირანიდან იარაღს ეზიდებოდა. ის ხომალდები Big A და Port Olia 2 შეიძლება რუსეთის დროშით მოძრაობდნენ, მაგრამ ისინი ირანული ტვირთით იყვნენ დატვირთული. და პრაქტიკულად ისინი ირანისთვის ისეთვე მნიშვნელოვანია, როგორც ირანისთვის და მისი მცდელობისთვის შეენარჩუნებინა თავისი დასუსტებული ეკონომიკა, ისე რუსეთისთვის და მისი სურვილისთვის გაეგრძელებინა უკრაინის წინააღმდეგ მუდმივი დაბომბვა, შეენარჩუნებინა თავისი დასუსტებული ეკონომიკა. ამ ხომალდების მიმართ არანაირი წყალობა არ გამოუჩენიათ. კვამლის სვეტები და მასიური ხანძრები გვაჩვენებს, რომ უკრაინას მათი უბრალოდ მწყობრიდან გამოყვანა არ სურდა. მას ჩაძირვა უნდოდა. ეს ესკალაცია უპრეცედენტოა კასპიის ზღვაში და მას უზარმაზარი შედეგები აქვს. აქ ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინა ირანს დიდ გაფრთხილებას აძლევს. წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი პუტინთან თანამშრომლობდა. შაჰიდის დრონების გარდა ირანმა და რუსეთმა 2025 წლის ბოლოს თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ეს ორი ქვეყანა ურთიერთობას აძლიერებს. უკრაინისთვის ომები უკვე გადაიკვეთა. ირანი შეიძლება სპარსეთის ყურეში აშშ-ის ებრძოდეს და რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იჭრებოდეს, მაგრამ ამ ორმა ქვეყანამ თანამშრომლობით ომი უკვე გლობალური გახადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთი ირანს სატელიტურ ფოტოებს აწვდის, რომლებიც გამოიყენება აშშ-ის ბაზებზე და ამერიკელ მოკავშირეებზე თავდასხმებისთვის სპარსეთის ყურის რეგიონში. ივლისის დასაწყისიდან ჩვენ ვაფიქსირებთ აქტიურ რუსულ სატელიტურ მეტეორეობას ორის ქვეყნებზე და იქ მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. ეს სურათები შემდეგ ირანში ჩნდება, განაცხადა ზელენსკიმ 25 ივლისის საღამოს მიმართვაში უკრაინელი ხალხისადმი და დაამატა, არსებობს აშკარა კავშირი რუსეთის სატელიტურ სურათებსა და ირანის დარტყმებს შორის. ამ ობიექტებზე როგორც თავდასხმამდე მათ მოსამზადებლად, ასევე შემდეგ მიყენებული ზიანის შესაფასებლად. მხოლოდ 19 და 20 ივლისს 4 ავიაბაზა მოხვდა რუსეთის სატელიტების ინტერესის ზონაში. 2 ბაჰრეინში, 1 იორდანიაში და 1 ქუვეითში. ამიტომ უკრაინის არგუმენტი ნათელია. ირანი უკვე ჩართული იყო და უკრაინამ გადაწყვიტა ირანის ჩრდილოვანი ფლოტის გემებს ცეცხლით შეეგებოს. მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ არგუმენტებს, მაგრამ ზელენსკის განცხადებაში საინტერესო ის არის, რომ ის გზავნილს არ უგზავნის ირანს და არც რუსეთს, არამედ შეერთებულ შტატებს. უკრაინა აშკარად აცნობებს შეერთებულ შტატებს, რომ ირანთან ომის სინამდვილეში მთელი დასავლეთისა და მისი ღირებულებების დაცვას ემსახურება იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ამ დარტყმებს შოკის ეფექტი აქვს, რომელმაც თეთრი სახლის დერეფნებშიც კი გაიჟღერა. ასე ამბობს ჯო ბარნსი, რომელიც ტელეგრაფის დიპლომატიური რედაქტორია.
ბარნსი აღნიშნავს, რომ ირანული სატვირთო გემები კასპიის ზღვაში უკრაინისთვის აშკარა სამიზნეებად არ გამოიყურება. მაგრამ ამ გემებზე დათმით და იმ განცხადების გაკეთებით, რომელიც ადრე გავაზიარეთ, ზელენსკი კიდევ უფრო ამყარებს ირანსა და რუსეთს შორის ალიანსის არსს ტრამპის ადმინისტრაციის თვალში. უკრაინის მიზანია დააკავშიროს ეს ორი კონფლიქტი. და ამით შეიძლება შეძლოს გარკვეული მანევრის სივრცის შექმნა, რათა წაახალისოს აშშ-ში მეტი მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, როცა ის თავს იცავს რუსეთისგან. საბოლოოდ უკრაინა ამტკიცებს, რომ ეს ორი ომი უკვე მოგებულია. დაეხმარეთ უკრაინას რუსეთის დამარცხებაში და ირანი მნიშვნელოვნად დასუსტება. ეს არის ის გზავნილი, რომელიც აშშ-ს ეგზავნება. ალბათ არ არის დამთხოვა, რომ უკრაინის იერიშები ირანის გემებზე ზელენსკის აშშ-ში ჩასვლის წინადღეს 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრების წინ მოხდა. მის გუნდთან და იმ ადამიანებთან, ვისაც ზელენსკი ჩვენს თავდაცვას მხარდამჭერებს უწარდამჭერებს წოდებს. X-ის პოსტში, სადაც მან აშშ-ში ჩასვლა გამოაცხადა, ზელენსკიმ თქვა: ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია ანტისარაკეტო თავდაცვა და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკასთან. შვიდობა უნდა დავაახლოოთ. რა სჯობს ამ თანამშრომლობის სახალისებას, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციისთვის იმის ჩვენება, რომ ორი თითქოს და განსხვავებული მტერი, სინამდვილეში საერთო მტერი. რაც შეეხება ირანს, მისი რეჟიმი გაბრაზებულია. უკრაინის კასპიის ზღვის დარტყმების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის წინააღმდეგ დაილაშქრა. ზელენსკიმ ირანულ სავაჭრო გემს შეუტია და ერთი მეზღვაური მოკლა. ეს არის აშკარა გაეროს ქარტიის დარღვევა, რომელიც ისრაელის თხოვნით განხორციელდა, რათა ევროპა ომში ჩაეთაეთრიათ, განაცხადა არაღჩი. მანამდე კი განაცხადა, რომ ირანმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ კიევში მყოფი მუქთახორას ქმედება უპასუხოდ ვერ დარჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანი გარკვეულ პასუხს ამზადებს. რა იქნება ეს პასუხი, ჯერ კიდევ გასაკვევია. არაღჩის სიტყვები ბუნდოვანია, სავარაუდოდ განზრახ. გარდა ამისა, ირანს ხელფეხი შეკრული აქვს სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-თან ბრძოლის გამო. თავის მხრივ უკრაინამ ირანის მუქარა უგულებელყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ ამ სატვირთო გემებზე თავდასხმები 100%-ით ლეგიტიმური იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიხამ ირანს ზუსტად აცნობა უკრაინის პოზიცია 27 ივლისის X-ის პოსტში, სადაც მან განაცხადა, ირანის მუქარები უსაფუძვლო და გაუმართლებელია. თეირანის რეჟიმი პირდაპირ თანამონაწილეა რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, ამარაგებს მოსკოვის კრიმინალურ ომს იარაღით, რომელმაც 2022 წლიდან უკრაინელები იმსხვერპლა. სიბიხა ამატებს, რომ ირანს არ აქვს უფლება თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს ამ ყველაფერში, მით უმეტეს, რომ დაემუქროს უკრაინას გაეროს ქმედებებით. კიდევ ერთხელ ყველაფერი უბრუნდება უკრაინის მთავარ სათქმელს. ირანი რუსეთისთან ერთად ომის ნაწილი იყო თავიდანვე. უკრაინამ უბრალოდ ასწავლა ირანს, რატო არის ეს ძალიან ცუდი იდეა. დაძაბულობამ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია. როგორც უკრაინაში, ისე ირანში მიმდინარე ომები, რომლებშიც უკვე ათობით ქვეყანა მონაწილეობს, ან დახმარებას უწევს, ან პირდაპირ ზიანდება დარტყმებით, ახლა კიდევ უფრო გამწვავდა. რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება გლობალური მოვლენების მიმდინარეობისთვის გადამწყვეტი იყოს. მაგრამ სანამ ამაზე დეტალურად ვისაუბრებთ, ასევე იმაზე თუ რა გააკეთა უკრაინამ და რატომ შეუტია ამ გემებს, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ ვქმნით ამ შოუს, რათა აგიხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. ამიტომ დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რათა ნახოთ ჩვენი სხვა ვიდეოებიც. სანამ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით იმას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომავალისთვის, არის ერთი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. როგორ მოახერხა უკრაინამ საერთოდ ჩრდილოვანი ფლოტის სატვირთო გემებზე თავდასხმა კასპიის ზღვაში? საბოლოო ჯამში მინიშნება თავად სახელშია ჩრდილოვანი ფლოტი. ეს გემები დამალული უნდა იყოს. ისინი თიშავენ ტრანსპონდერებს და საიდუმლო მარშრუტებს იყენებენ სწორედ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ჩვენც არანაკლებ გაოცებულები ვართ, რომ უკრაინამ ასეთი დარტყმის განხორციელება შეძლო. როგორ მოხდა ეს, დამოკიდებულია სადაზვერო ქსელისა და აღჭურვილობის გენიალურ გამოყენებაზე. რაც უკრაინას საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, როცა ისინი კასპიის ზღვაში დაცურავენ. სადაზვერო მიმართულებით უკრაინა არის War and Sanctions პროექტის ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს უზარმაზარ მონაცემთა ბაზას იმ ობიექტების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებულია როგორც რუსეთის აგრესიის კამპანიის ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ. ეს მონაცემთა ბაზა აერთიანებს ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, უკრაინის პარტნიორებისგან მიღებულ მონაცემებს, სანქცირებულ გემებზე სატელიტურ სურათებს და ბევრ სხვა ინფორმაციას, რათა უკრაინას მიაწოდოს პოტენციური სამიზნეების სია დასარტყმელად. Big 8 და Port Olia Tuts ამ მონაცემთა ბაზაშია. შეგიძლიათ თავად მოძებნოთ ისინი და ნახავთ ინფორმაციას გემების შესახებ, ასევე არგუმენტებს თუ რატომ არიან ისინი სამიზნეები, იმპორტების სია, სადაც ისინი იმყოფებოდნენ და ასევე ინფორმაცია იმ დროშების შესახებაც, რომლითაც ისინი დაცურავენ, რათა შეუმჩნევლები დარჩნენ. ასე რომ უკრაინამ ზუსტად იცოდა რა სურდა დაერტყა. მაგრამ უკრაინას მაინც უნდა ეპოვა ეს საეჭვო გემები, როცა ისინი კასპიის ზღვაში დაცურავდნენ. აქ შეიძლება ის მოხდა, რომ უკრაინამ უკვე შეგროვებული ყველა მონაცემი გააერთიანა სპეციალური სინთეზური აპერტურის რადარის გამოყენებით, რომელიც ფინეთიდან მიიღო. ეს რადარი უკრაინის მოსახლეობამ კრაუდფანდინგით შეიძინა 2022 წლის ივნისში. მათ სამ დღეში დაგეგმილ $13 მილიონ მეტი შეაგროვეს, თავდაპირველად თურქეთიდან ბაირაქტარის დრონების შესაძენად. როცა თურქეთმა ამის შესახებ გაიგო, მათ დრონები უკრაინისთვის აჩუქეს და დარჩენილი $18 მილიონი გამოიყენეს იმისთვის, რომ შეეძინათ ფაქტობრივად ჯაშუშური თანამგზავრი, რომელსაც უკრაინა მიზნების გადაადგილების თვალყურის დევნებისთვის იყენებს.
ეს ბრწყინვალე მოწყობილობა რადარის ენერგიას უშვებს დედამიწის ზედაპირზე 500 კილომეტრის დაშორებიდან და მიღებული სიგნალების საფუძველზე ქმნის იმ სურათს, რასაც ხედავს. რუბლები, სიბნელე და ამინდი რადარზე გავლენას არ ახდენს და მისი გამოყენებით უკრაინა იღებს სურათებს მიწის ზედაპირზე. ან ამ შემთხვევაში შესაძლოა კასპიის ზღვაზე 6-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე სხვა წყაროებიდან. ასე რომ რაც სავარაუდოდ აქ მოხდა არის ის, რომ სატელიტურმა სურათებმა უკრაინას მიანიშნა, რომ ორი ირანული სატვირთო გემი ირანიდან კასპიის ზღვის გავლით მიემართებოდა. შემდეგ უკრაინამ საკუთარი რადარები გამოიყენა ამ გემების გასაკონტროლებლად, რაც თავის მხრივ მისცა შესაძლებლობა დაეგეგმა დრონების მარშრუტი, რომლებიც ასობით კილომეტრს დაფრინდებოდნენ ამ ხომალდების გასანადგურებლად. რაც შეეხება დრონებს, როგორც ჩანს, უკრაინამ ამ საქმეში ლიოტში გამოიყენა. ლიოტში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შორ მანძილზე მოქმედი დრონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, უკვე წლებია თავის სახელს იმკვიდრებს. მას აქვს 1000 კილომეტრზე მეტი სიშორე და შეუძლია 75 კილოგრამამდე საბრძოლო ქობინი ატაროს, რაც საკმარისზე მეტია, რომ კასპიის ზღვამდე მიაღწიოს და ნებისმიერ გემს, რომელიც იქ გავლას შეეცდება, სერიოზული ზიანი მიაყენოს. ასევე მიიჩნევა, რომ ლიოტში აქვს ნავიგაციის სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რაც ბევრად ართულებს ელექტრონული ომის მოწყობილობებისთვის მისი გზიდან გადახვევას. და საინტერესო დეტალია ის, რომ უკრაინა ამ უპილოტო საფრენ აპარატს საკრუიზო რაკეტების მატარებლად ადაპტირებს. ამის შესახები უცხება 21 ივლისის United 2024 მედიას ანგარიში. სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ ახლახანს არადგინა ლიოტშის ვერსია, რომელსაც 4 კომპაქტური საჰაერო გაშვების საკრუიზო რაკეტა შეუძლია ატაროს, რაც ფაქტობრივად ამ უპილოტო საფრენ აპარატს უპილოტო ბომბდამშენად აქცევს. ეს ლიოტშის ის ვერსია არ იყო, რომელიც ირანსა და რუსეთის გემებზე გამოიყენეს. ზიანის მიყენება კაიბა კამიკაძე დრონებმა მოახდინა, მაგრამ საინტერესოა, რას ამზადებს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომის მომავალისთვის და ახლა უკვე როგორც ჩანს ირანთან მზარდი კონფლიქტისთვის. რაც შეეხება მომავალს, მთავარი კითხვა ახლა ისაა, იქნება თუ არა საკმარისი უკრაინის გამართლება კასპიის ზღვაში განხორციელებული დარტყმისთვის, რომ ირანთან დაპირისპირება აიცილოს, თუ ირანი მაინც განახორციელებს თავის მუქარას შურისძიების შესახებ. ჩვენ ვიცით, რატომ გააკეთა ეს უკრაინამ. ირანსა და რუსეთს შორის მომარაგების ხაზი კარგად არის ჩამოყალიბებული. ხოლო კასპიის ზღვა ის ადგილია, საიდანაც ირანიდან რუსეთში მიმავალი დრონების უმეტესობა გადის. შეტყობინება გაიგზავნა. ზღვა აღარ არის უსაფრთხო ჩრდილოვანი ფლოტის გემებისთვის. უკრაინა ცდილობს აიძულოს ირანი დაფიქრდეს იმ რისკზე, რაც რუსეთთან თანამშრომლობას ახლავს. შესაძლოა იმ მიზნით, რომ გააწყვიტოს კავშირი ამ ორ ქვეყანას შორის, ან სულ მცირე, იმდენად დააზიანოს, რომ ირანი იჯულებული გახდეს, შეამციროს თავისი მხარდაჭერა. მაგრამ ასევე არის დროის ფაქტორი, რაც უკვე აღვნიშნეთ. უკრაინის დარტყმა ხდება იმ დროს, როდესაც აშშ-სა და უკრაინას შორის ურთიერთობა შეიძლება ითქვას უფრო ძლიერია ვიდრე ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში ოდესმე ყოფილა. გარდა ამისა, უკრაინამ კიდევ ერთხელ შეძლო რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ დარტყმა მიეყენებინა. ეს უკრაინისთვის ბოლო 1 თვის განმავლობაში აშკარა პრიორიტეტი იყო, რადგან შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მიმართულებით დრონებით განხორციელებულმა დარტყმებმა თითქმის 200 საწვავის ტანკერი, სატვირთო გემი და ბუქსირი გაანადგურა ამ ორ ზღვაში. უკრაინა სავარაუდოდ კასპიის ზღვაში განხორციელებულ ქმედებას უკრაინის ომის გაგრძელება დაღიქვამს და არა როგორც ახალი ფრონტის გახსნას, რომელიც ორ ცალკე ომს აერთიანებს. მაგრამ ირანი შეიძლება სხვაგვარად უყურებდეს ამ საკითხს. და სწორედ ამიტომ შესაძლოა რეგიონული კონფლიქტები გადაიზარდოს ბევრად უფრო ფართო ომში. ირანისთვის ის ჩრდილოვანი ფლოტის გემები, რომლებიც უკრაინამ ახლახან გაანადგურა, უბრალოდ რიგითი სატვირთო ხომალდები არ არის, რომლებსაც მარტივად ჩაანაცვლებენ. ორივე მათგანი ატარებდა იარაღს, რომელიც ირანს სჭირდება, რათა რუსეთს მიყიდოს და ამით თავისი სუსტი ეკონომიკა გააძლიეროს. კასპიის ზღვა ირანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ის ცდილობს გაუძლოს აშშ-ის დაბომბვებსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადებს, რომლებიც ირანის ეკონომიკის დასასუსტებლად არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ ირანში ამერიკული დარტყმები ყურადღების ცენტრშია, სწორედ ქვეყნის მცდელობა შეზღუდოს ნავთობის გადინება ირანიდან იწვევს იმ რეალურ ზიანს, რომელმაც შეიძლება აიძულოს ქვეყნის რეჟიმი ამერიკულ ზეწოლას დაემორჩილოს. ოპერაცია Epic Fury-ის დრო აშშ-მა განაცხადა, რომ ჰორმუზში შექმნილი საპასუხო ბლოკადა ირანს დღეში $500 მილიონი უჯდებოდა. 5 ივნისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ექსპორტზე აძლევდა ნავთობის მე-6-ზე ნაკლებს იმ რაოდენობისას, რასაც აშშ-სთან ომამდე ყიდდა. ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტი ახლა 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და ირანის ეკონომიკაში თითქმის 6 მილიარდიანი შავი ხვრელი დადო. Iran International მსგავს რამეს აღნიშნავს ირანის არანავთობ ვაჭრობაზეც. აღნიშნავს, რომ საბოლოოდ ირანი ჰორმუზის ბლოკადების ყველაზე დიდი დამარცხებულია. გამოცემა მიუთითებს ჩინეთთან არანავთობ ვაჭრობაზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან ივნისამდე $30 მილიონ შეადგენდა. ეს 75%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც $3.3 მილიარდი დაფიქსირდა. ირანმა ასევე დაკარგა ვაჭრობა თავის სპარსეთის ყურის მეზობლებთან. 2025 წელს ამ მეზობლებთან ვაჭრობა ირანის არანავთობის მთლიანი გატიბების 51%-ს შეადგენდა. ახლა პრაქტიკულად ვაჭრობა აღარ არსებობს. ამ სპარსეთის ყურის მეზობლებს არ აქვთ ირანიდან შეძენის სურვილი, როცა ირანი აქტიურად ესხმის მათ დრონებითა და რაკეტებით. ჩვენი მთავარი აზრი ისაა, რომ ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. მისი ვაჭრობა რუსეთთან კასპიის ზღვის გავლით ერთ-ერთი იშვიათი ეკონომიკური ხსნა იყო, რაც ირანს ჰქონდა, როცა ის აშშ-სთან ომის გამო უზარმაზარ ზეწოლას განიცდის. უკრაინამ ამ ეკონომიკური საყრდენის გამოყენება ბევრად უფრო სახიფათო გახადა. ეს აშშ-თვის სასარგებლოა, რომელიც მოხარული იქნება თუ ირანი კიდევ უფრო მეტ ფულს დაკარგავს.
მაგრამ ირანისთვის კასპიის ზღვაში მომხდარმა შეიძლება უკვე სასოწარკვეთილი ქვეთილი ქვეყანა სიგიჟემდე მიიყვანოს და პირდაპირ უკრაინას დაესხას თავს. როგორც არ უნდა გიჟურად ჟღერდეს, ასეთი თავდასხმა თეორიულად შესაძლებელია. ეს ჯარებს არ შეეხება. ირანი არ აპირებს რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ჯარისკაცების სახლში სჭირდება, რათა აშშ-ს შესაძლო სახმელეთო შეჭრის-გან დაიცვას თავი. მაგრამ ირანს ბალისტიკური რაკეტები აქვს და როგორც 26 ივნისის iPaper-ის სტატიაში წერია, რეჟიმი განიხილავს შურისძიების მიზნით სარაკეტო დარტყმას უკრაინაზე, როგორც პასუხს კასპიის ზღვაში მომხდარზე. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას ბაბაკ თაღავის კომენტარებზე, რომელიც ირანელი სამხედრო ჟურნალისტია. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის აეროკოსმოსურმა ძალებმა ოფიციალური განცხადება არ გააკეთეს, გავრცელებული ინფორმაციით მათ რამდენიმე პარლამენტარსა და რეჟიმთან დაახლოებულ ჟურნალისტებს აცნობს, რომ განიხილავენ საპასუხო ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის განხორციელებას კიევში სტრატეგიულ ობიექტზე. თაღავი ამის შესახებ iPaper-ს ესაუბრება და ამატებს, რომ ამ ყველაფრის არაოფიციალურად შენარჩუნება მსგავს თავდასხმაზე შესაძლო უარყოფის საფუძველსაც შექმნის. საბოლოო ჯამში ირანული რაკეტები უკვე გამოიყენება რუსეთის მიერ. ირანი უბრალოდ იდავებდა, რომ დარტყმა რუსეთმა განახორციელა და არა ირანმა. რეჟიმს ასევე აქვს რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინამდე მიღწევა, თუმცა ამისთვის მათ უზარმაზარი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გადა საკილი და იმადი ყველა მიიჩნევა, რომ აქვთ დაახლოებით 2000 კილომეტრის სიშორის რადიუსი, ხოლო ყასემ შაჰს, როგორც ამბობენ, შეუძლია 4000 კილომეტრამდე ფრენი. მოახლოებულია დარტყმა. ეს სავარაუდოდ იქნება ის ბოლო რაკეტა, რომელსაც ირანი გამოიყენებს. ირანს აქვს ყასემ შაჰის 2000 კილომეტრიანი ვერსია, რომელიც ატარებს 1500 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს. სავარაუდოდ ეს საბრძოლო ქობინი უფრო პატარაა, 4000 კილომეტრიან ვარიანტზე, რაც საშუალებას აძლევს უფრო დიდ მანძილზე ფრენას. თუ ირანი რომელიმე ამ რაკეტას უკრაინისკენ გაუშვებს, ორი ომი ერთ ომად გადაიქცევა. აშშ, რომელიც შოკირებულია ასეთი თავხედური თავდასხმით და უკვე შეშფოთებულია იმით, რომ ირანი ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, რომელიც შეიძლება ერთ-ერთ ამ რაკეტაში ჩატვირთოს, იძულებული გახდება იმოქმედოს. ნეტი დარტყმა ირანზე მოხვდება და უკრაინა შესაძლოა საბოლოოდ მიიღოს გაზრდილი დახმარება, რომელსაც რუსეთთან ბრძოლისთვის ითხოვს. თუ ირანი ასე პირდაპირ შეუტევს უკრაინას, ეს შესაძლოა გზა გაუხსნას რუსულ ძალებს ან ტექნიკას ირანში შესასვლელად, რათა აშშ-ს წინააღმდეგ თავდაცვაში მიიღონ მონაწილეობა. ორი კონფლიქტი, რომლებიც ყოველთვის გარკვეულწილად ერთმანეთში იყო გადახლართული, გახდება ერთი და იმავე ომის ნაწილი. გლობალური ომის. ომი, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით იწყება, მაგრამ შეიძლება გავრცელდეს სპარსეთის ყურეზე, ევროპაზე და მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილზე. რუსეთი ისევ არ სწავლობს გაკვეთილს. კიდევ ერთხელ პუტინმა თავის ჯარებს სლოვიანსკში შესვლა უბრძანა. ის დასახლება ნამდვილი ჯოჯოხეთია. სასიკვდილო ზონა. იქ მიდიან რუსი ჯარისკაცები სასიკვდილოდ, რადგან მათი ლიდერი უბრძანებს საკუთარი სხეულებით შეასკდნენ ქალაქს, რომელიც არასდროს იძინებს. და ეს ისევ მოხდა. უკრაინამ მახე დაუგო. რუსეთს ეგონა, რომ სლოვიანსკის ფრონტის ხაზი გატეხა, მაგრამ მახე დაიკეტა. უკრაინამ გაანადგურა ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელსაც უბრძანეს პირდაპირ ჯოჯოხეთში შეჭრილიყო. რუსეთის სლოვიანსკის კატასტროფა კიდევ ერთი შეტევით დაიწყო. 1 აგვისტოდან 2 აგვისტომდე რუსეთმა სლოვიანსკის მიმართულებით რამდენიმე შეტევითი ოპერაცია დაიწყო. ძირითადად ეყრდნობოდა წინა პერიოდში მიღწეულ წინსვლებს, რათა სლოვიანსკის მიმართულებით ერთგვარი გამონაშვეთი შეექმნა. შეტევა როგორც ჩანს თავად ქალაქზე არ განხორციელებულა. საბრძოლო რუკები აჩვენებს, რომ ეს შეტევა სავარაუდოდ სლოვიანსკიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით მოხდა. თუმცა ეს მანძილი მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა სლოვიანსკის საარტილერიო მანძილზე მოაქცია. ასევე ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი FPV დრონები ქალაქზე შეტევისთვის და სცადოს საკუთარი სასიკვდილო ზონის შექმნა დასახლების საზღვრებს გარეთ. ასე რომ რუსული სტრატეგია მარტივი იყო. დააკრიტნებოდა იმ გამონაშს, რომელიც უკვე შექმნილი ქონდა და ეცადა წინ წასვლას საკუთარი FPV დრონების დაფარვის ქვეშ. ეს გამონაში, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი სამხედრო პოზიციის აღსაწერად, რომელიც მოწინააღმდეგის ტერიტორიაშია შეჭრილი, იყო რუსული შეტევის გასაღებ. კალინიკის რეგიონში შექმნილი გამონაშვი შედის სლოვიანსკის გარშემო არსებულ ნაცრისფერ ზონაში, სადაც როგორც რუსულმა დივერსიულმა დანაყოფებმა, ასევე უკრაინულმა ნაწილებმა პოზიციები დაიკავეს. რეალურად ამ ნაცრისფერ ზონებს არავინ აკონტროლებს სრულად. რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმულ ამ ზონებში მიმდინარეობს ბრძოლის უმეტესი ნაწილი. თუმცა ეს არ არის ის ბრძოლა, რასაც შეიძლება ელოდეთ. აქ არ ხდება ფრონტის ხაზის მასშტაბური შეტევები ან ფართომასშტაბიანი მექანიზებული იერიშები. რაც ძირითადად ხდება არის ის, რომ რუსული დანაყოფები იბარებიან, ხოლო უკრაინული ნაწილები ატარებენ საძიებო და განადგურების ოპერაციებს. დრონები ყველგან არიან. და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ნაცრისფერ ზონაში შექმნა რუსეთმა სალიენტი სლოვიანსკის მიმართულებით. ერთი მხრივ ეს სალიენტი კარგი რამ იყო რუსეთისთვის. ის წარმოადგენდა ფრონტის ხაზის გარღვევას, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა. გზის გასწვრივ მდებარეობდა და მათ საშუალებას აძლევდა წინ და უკან ემოძრავად ტყიან ზოლზე, სლოვიანსკის გარეთ, რაც კარგ საფარს უზრუნველყოფდა. ეს ლოგისტიკას ამარტივებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ჯარისკაცები და მარაგები უფრო ახლოს მიიყვანოს ფრონტთან, სანამ ორივე მათგანი უნდა შევიდეს ნაცრისფერ ზონებში სლოვიანსკზე შეტევის მცდელობისთვის. სალიენტიდან რუსი დივერსანტები თითქოს იფანტებიან ნაცრისფერ ზონაში, სადაც ცდილობენ შექმნან საყრდენი პუნქტები, რომლებშიც შემდეგ სხვა ჯარები შედიან.
ამით სალიანტი ფართოდება და ფრონტის ხაზზე უფრო დიდ ხვრელს აჩენს. ეს იყო ის, რასაც რუსეთი სლოვიანსკთან ცდილობდა, მაგრამ აქ მეორე მხარეც იყო მნიშვნელოვანი. სალიანტი ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ რუსეთს მხოლოდ 2 კილომეტრიანი ზოლის კონტროლი ჰქონდა, რომლითაც ყველა ჯარისკაცსა და მომარაგების ყველა ნაკადს უნდა გაევლო. ეს ტერიტორია უკრაინის დრონებისა და არტილერიის მოქმედების ზონაში იყო. გარდა ამისა, ამ გამონაშვებს სხვა პრობლემებიც ახლავს. რუსეთის ძალებმა ფრონტი გაარღვიეს, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც ამ გამონაშვი მოძრაობენ, სამივე მხრიდან არიან გარშემორტყმული. უკრაინას მხოლოდ ის დარჩენია, რომ რუსეთის გადაადგილება ამ გამონაშვით თვალყური ადევნოს თავისი მრავალრიცხოვანი სადაზორო დრონების გამოყენებით. დაფარვა შეიძლება დაეხმაროს პუტინის ჯარისკაცებს, მაგრამ დიდხანს ვერა. ციდან მუდმივად დაკვირდებოდნენ და დააფიქსირეს, რომ რუსეთი ამ გამონაშვიდან ცდილობდა შეტევის მომზადებას სლოვიანსკზე. უკრაინა კვლავ აკვირდებოდა. ის ელოდა იდეალურ შესაძლებლობას. შემდეგ უკრაინამ დაარტყა. ომის შესწავლის ინსტიტუტი, ანუ ISW, გვაწვდის იმ დეტალებს ატყვავს. უკრაინამ დაიწყო სასტიკი კონტრშეტევა სლოვიანსკის რაიონში, რომელიც სავარაუდოდ კონცენტრირებული იყო გამონაშვერზე და რუსულ ძალებზე, რომლებიც ცდილობდნენ ბრძოლის ველის ამ გამონაშვიდან წინ გაწევას. ეს კონტრშეტევა მოხდა რი ალექსანდრიუკასთან ახლოს და მისი ჩატარება დაადასტურეს რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, ითხოვინება ISW. შედეგად სრულად დაინგრა სლოვიანსკის შეტევა, რომელსაც რუსი ჯარები ამზადებდნენ. უკრაინის კონტრშეტევის დასრულებისას რუსეთი უკუგდებული იქნა ნაცრისფერი ზონიდან. არანაირი წინსვლა არ ქონია და სავარაუდოდ დაკარგა თავისი ზოგიერთი დივერსიული დანაყოფი. შეტევის დიდითადი მცდელობა ჩახშობილი იქნა და რუსეთი მძიმედ დაზარალდა. ეს შეტევის მცდელობა სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი იყო რუსული წინსვლისა, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვინახავს. აქ შთამბეჭდავი შედარებითი ტერმინია. მიუხედავად ამისა, რუსეთის ძალებმა შეძლეს დაახლოებით 6 კილომეტრით წინ წაწევა სლოვიანსკის მიმართულებით, დაახლოებით 2 კვირაში. რაც წინსვლის ისეთი ტემპია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ფრონტის ხაზზე ბოლო თვეებში მომხდარ ნებისმიერ სხვა მოვლენას. ეს დიდი არ არის. არც ერთი რუსეთის მიმდინარე წინსვლა არ არის დიდი, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ შექმნილიყო შეტევის პოტენციალი და რუსეთმა სცადა ამ პოტენციალის რეალიზება. უკრაინამ პუტინის ჯარისკაცები ადგილზე გააჩერა. მათივე შექმნილ მახეში შეიტყვა და შემდეგ შეტევა განახორციელა გამოშვერილ მონაკვეთზე. რუსეთმა კიდევ ერთხელ ვერ ისწავლა სლოვიანსკის გაკვეთილი. ეს დასახლება და ყველაფერი, რაც მას გარს აკრაკრავს, რუსეთის ძალებისთვის აბსოლუტური ჯოჯოხეთია. მიუხედავად ამისა, ისინი წინსვლას ცდილობენ. პუტინი ამას ითხოვს. მაგრამ რუსეთის სასოწარკვეთილი მცდელობებიც კი გამოიყენოს მართვადი ბომბები სლოვიანსკის სიტუაციის შესაცვლელად არ მუშაობს ისე, როგორც კრემლს ეგონა. სლოვიანსკი დიდი ხანია სამიზნეა. უკვე 30 მარტს უკრაინის ახალი ხმა იუწყებოდა, რომ რუსეთის გრანდიოზული საგაზაფხულო შეტევა, რომელიც უნდა გამხდარიყო საფუძველი დონეცკის კოლაფსისთვის 2026 წლის ბოლოსთვის, სწორედ სლოვიანსკის გარეთ შეჩერდა. რუსეთი ცდილობდა აღმოსავლეთიდან წინსვლას, მაგრამ წააწყდა უზარმაზარ უკრაინულ სასიკვდილო ზონას, რომელიც სავსეა სანგრებით, მავთულ ხვართებით და დრონების თითქოს უსასრულო მარაგით. ამ მდგომარეობამ რუსეთს მხოლოდ ერთი გზა დაუტოვა სლოვიანსკ-კრამატორსკის ურბანულ ზონაზე შეტევის განსახორციელებლად. რაც უნდა ყოფილიყო ყველა მხრიდან შეტევა ამ რეგიონზე, გადაიქცა იმაში, რომ რუსეთი უბრალოდ აგდებს თავის მესამე გაერთიანებული არმიის ცოცხალ ძალას სასიკვდილო ზონებში. ფლანგებიდან არანაირი დამხმარე მოქმედება არ ყოფილა. ახლაც არ არის. როგორც ხედავთ, იმ გამოშვერილი მონაკვეთიდან, რომელსაც უკრაინამ ყველა მხრიდან ალყა შემოარტყა, იმ დროის ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ეცადა წინსვლას ფლანგებიდან დამხმარე მოქმედების გარეშე, გამოიწვევდა უკიდურესად დიდ დანაკარგებს მინიმალური მიღწევების სანაცვლოდ. ეს ანალიტიკოსები აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდნენ. 1 ივლისისთვის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა CSIS საკვანისი მონაცემები შეაგროვა, რათა გამოეკვეთა, რამდენად სამწუხარო იყო რუსეთის წინსვლის ტემპი ამ სტრატეგიით. გამოცემამ აღნიშნა, რომ 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში რუსულმა ძალებმა სლოვიანსკის მიმართულებით მხოლოდ 15 კილომეტრით შეძლეს წინსვლა, რაც დღეში დაახლოებით 90 მეტრის ტემპს შეადგენს. არ არის საჭირო, რომ უსეინ ბოლტი იყო, რათა ეს მანძილი 10-ან 15 წამში დაფაროს სირბილით. მაგრამ რუსეთს მთელი დღე სჭირდებოდა, რომ ამდენი გაევლო და ეს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. და მიუხედავად ამისა, რუსეთის ძალები კვლავაც სლოვიანსკიდან დაახლოებით 20 კილომეტრით აღმოსავლეთით რჩებოდნენ. ამ სიჩქარის მიხედვით რუსეთს კიდევ 222 დღე დასჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქალაქის გარეუბნამდე მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ 2027 წლის დასაწყისში იქნება რუსეთი იმ მდგომარეობაში, რომ რეალური შეტევის მცდელობა დაიწყოს. და ყოველ ჯერზე როცა ვხედავთ ისეთ რამეს, რაც აგვისტოს დასაწყისში მოხდა, რუსეთის ძალები უკან იხევენ. სამხედრო ანალიტიკოსმა კლემენტ მოლინმა კარგად შეაჯამა სლოვიანსკის გარეთ და ფრონტის დიდ ნაწილზე არსებული მდგომარეობა. 31 ივლისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მინრები ნელ-ნელა ჭადრაკის დაფას ემსგავსება. თხილები ყველგანაა, სხვა გამაგრებულ ნაგებობებთან ერთად, რომლებმაც ფაქტობრივად სლოვიანსკის გარეთ ტერიტორია ცალკეულ კვადრატებად დაყო, რომლებიც უკრაინამ დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებად გადააქცია. მხოლოდ 2026 წელს უკრაინამ 3800 კილომეტრზე მეტი ასეთი თხრილი გათხარა და სავარაუდოდ კიდევაც აგრძელებს გათხრას.
თითოეული თხრილი განკუთვნილია იმისთვის, რომ რუსეთს ტანკებისა და ჯავშან ტექნიკის გამოყენებით წინსვლა შეუჩეროს. ჯარისკაცებს ფეხით უწევთ შეღწევა და ამ თხრილებში უნდა იარონ, რათა მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც მათ ბრძანებით გაგზავნეს. რაც უკრაინამ შექმნა, ეს არის თავდაცვის შახმატის დაფა. თითოეულ უჯრაზე განთავსებულია დრონები, რომლებიც ესხმიან თავს ნებისმიერ რუს ჯარისკაცს, რომელსაც დაინახავენ. ვარაუდობთ, რომ იქნება სხვა თავდაცვებიც, მაგალითად არტილერია, რომელიც გაიხსნება მას შემდეგ, რაც რუსი ჯარისკაცები თხრილებით საჭირო პოზიციაზე აღმოჩნდებიან. ასევე მუდმივად მოქმედი საძიებო და გამანადგურებელი ჯგუფები. ეს არის სიტუაცია, რომელიც უკრაინამ სლოვიანსკის გარეთ შექმნა. ხაფანგის შემდეგ. და ყველაფერი, რაც რუსეთის ძალებს შეუძლიათ, არის ერთი ხაფანგიდან მეორეში დაბორიალება. უახლესი შეტევის მცდელობების ჩავარდნის შემდეგ რუსეთი იძულებულია კვლავ მიმართოს გამოცდილ და ნაცად სტრატეგიას, რათა უფრო ხელსაყრელი პირობები შექმნას. გლაიდ ბომბებს მასობრივად უშვებენ. ამის შესახებ იუწყება ASW, რომელიც ავრცელებს სლოვიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადიმ ლიაკის კომენტარს, რომლის თქმითაც რუსეთმა 2 აგვისტოს დილით სლოვიანსკზე FAB 250 ტიპის გლაიდ ბომბით იერიში მიიტანა. სავარაუდოდ ეს განხორციელდა იმ შეტევის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინის კონტრშეტევამ ჩაშალა. ეს რუსეთისთვის ახალი სტრატეგია არ არის. გლაიდ ბომბების გამოყენება მხოლოდ ბრძოლის ველის შეცვლას არ ემსახურება. რუსეთს სურს ამ იარაღით, რაც შეიძლება მეტი ქაოსი გამოიწვიოს და ამისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლაზეც მზად არის. მხოლოდ ერთი კვირით ადრე, სანამ რუსეთის შეტევა ჩავარდებოდა, RBC უკრაინა იტყობინებოდა, რომ 24 საათში, 24 ივლისისთვის, რუსეთმა სლოვიანსკზე 3 გლაიდ ბომბის დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვიც იყო. და სწორედ ეს არის პუტინისა და მისი არმიის მიზანი. თუ მათ მიწაზე წინსვლა არ შეუძლიათ, ციდან ტერორს მიმართავენ. პირდაპირ ვთქვათ, ეს როგორც ჩანს, ერთადერთი რეალურად ეფექტური სტრატეგიაა, რაც რუსეთს დარჩა. მაგრამ გლაიდ ბომბებმა რუსეთის სახმელეთო ძალებს 1 და 2 აგვისტოს არ უშველა. უკრაინამ გაანადგურა ეს ძალები, შეასუსტა ფრონტის გამოშვერილი მონაკვეთი და რუსეთი იძულებული გახდა თავიდან დაეგეგმა ყველაფერი. ამ ეტაპზე ნათელია, რომ სლოვიანსკზე ნებისმიერი შეტევა რუსეთის ჯარისკაცებისთვის სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ აგრძელებს პუტინი ამ შეტევების ბრძანებას? ამ კითხვაზე კარგი პასუხი არსებობს, რომელსაც მალე გაგიმხელთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ახლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი ვიდეოები. სლოვიანსკი მნიშვნელოვანია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის ნაწილი, რომელიც რუსეთმა უნდა გაანადგუროს თუ სურს აიღოს დონეცკი და შესაბამისად უფრო ფართო დონბასის რეგიონი, რომლის დაპყრობაც პუტინს სურს. მას შემდეგ რაც 2014 წელს აგრესიის კამპანია დაიწყო. ეს ხაზი 4 ქალაქის კონცენტრაციას წარმოადგენს, რომლებიც 50 კილომეტრიან ხაზზე მდებარეობს H20 ავტომაგისტრალთან დონეცკში. მანამდე სანამ პუტინი დაიწყებდა თავის შეჭრას, ამ 4 ქალაქში საერთო ჯამში 380,000 ადამიანი ცხოვრობდა. საიდანაც სლოვიანსკი ყველაზე დიდი იყო. ომამდე 105,000 მოსახლეობით, იუწყება ASW. უკრაინა უკვე 10 წელზე მეტი ამ 4-ვე ქალაქის გამაგრებაზე მუშაობს. მას შემდეგ რაც პუტინმა 2014 წელს აგრესიის კამპანია დაიწყო. თითოეული ეს ქალაქი იმდენადაა გამაგრებული, რომ ამ ციხესიმაგრეების ხაზის აღება ბევრად უფრო რთული იქნება. ვიდრე ნებისმიერი სხვა სტრატეგიული წარმატება, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში თავდაპირველი შეტევის შემდეგ მოიპოვა. ერთად აღებული ციხესიმაგრეების სატრელი 7-ჯერ მეტია ზომით ვიდრე პოკროვსკი, რომლის აღებასაც რუსეთს წელიწადზე მეტი დასჭირდა და დაახლოებით 4-ჯერ მეტია ბახმუტზე. ბახმუტისთვის ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო, რაც ომის განმავლობაში გვინახავს. ამასთან ერთად სლოვიანსკს რუსეთისთვის როგორც სიმბოლური, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ქალაქში შეძლო ვლადიმერ პუტინმა 2014 წელს თავისი პირველი პრორუსული პლაცდარმის შექმნა, იუცება DW. ადგილობრივმა სეპარატისტებმა 2014 წელს რუსეთის დაზვერვის დახმარებით შეძლეს სლოვიანსკის დროებით კონტროლი. ვლადიმერ პუტინისთვის სლოვიანსკი წარმოადგენს მტკიცებულებას მისი მუდმივი განცხადებებისა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და რომ უკრაინა სურს რუსეთის ნაწილი გახდეს. ხოლო კიევის რეჟიმი უშლის ამას ხელს. სლოვიანსკის აღება ნიშნავს იმ საქმის დასრულებას, რომელიც რუსეთმა 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. ომის ფართო კონტექსტში, რომელიც 4 წელია მძვინვარებს და თავადვე უარყოფს პუტინის ყველა სიმბოლურ განცხადებას, სლოვიანსკი ასევე უზრუნველყოფს ცუდომას M03 ავტომაგისტრალაზე. ეს ავტომაგისტრალი კიევს ხარკოვთან აკავშირებს, შემდეგ კი დონეცკთან და საბოლოოდ რუსეთის როსტოვ-ნად-დონის რეგიონში გადის. თუ რუსეთი შეძლებს ამ ავტომაგისტრალის კონტროლს, მას შეუძლია უკრაინას ჩაუკეტოს ცდომა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთთან. სლოვიანსკი იზოლაციაში აღმოჩნდება და უკრაინას აღარ ექნება შესაძლებლობა ამ გზით ჯარისა და მარაგების დონეცკში გადაყვანა. უკრაინას ასევე გაუჭირდება ჯარისკაცების დონეცკიდან გამოყვანა, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას კიდევ უფრო დაღლილ თავდაცვით ძალებზე განაგრძოს შეტევა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლოგიკურია, რომ რუსეთი აგრძელებს შეტევებს სლოვიანსკის მიმართულებით. მიუხედავად ყველა ამ დაღუპულისა და იმის, რომ ხშირად ხდება მახეში, მაშინაც კი როცა გონია, რომ წინა ხაზები გატეხა, რუსეთის გეგმა მარტივია. ჯერ იღებს ლემანს, რომლის დაკავებაც როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ამტკიცებდა ივლისის ბოლოს მოხდა. ლემანიდან რუსეთი მიიწევს სლოვიანსკისკენ და მასაც გადის, რაც თავის მხრივ რუსეთს საშუალებას აძლევს შეუტიოს კრემატორსკს. რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ სტრატეგიის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. თუმცა
4 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში ევრომაიდან პრესში სხვა რამეს მიუთითებს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ დასახლება აიღო, რეალურად ჩანს, რომ მხოლოდ დივერსიული ჯგუფები შეიჭრნენ, მაგრამ სრული კონტროლი ჯერ შორს არის. რუსეთი ჯერ კიდევ შორს არის ლემანში დამკვიდრებისგან, აცხადებს უკრაინის გაერთიანებული ძალების სპიკერი ვიქტორ ტრუხობოვი. და სანამ რუსეთი დამკვიდრდება, სლოვიანსკზე შეტევის ნებისმიერი მცდელობა იმავე შედეგით დასრულდება, როგორც 1 და 2 აგვისტოს შეტევა. რადგან რუსეთს არ აქვს ის პლაცდარმი, რომელიც წარმატებული იერიშისთვის სჭირდება, ციხესიმაგრეთა სათქლის ქალაქს. ასე რომ ეს არის რუსეთის მდგომარეობა სლოვიანსკთან დაკავშირებით ამჟამად. ის გააგრძელებს იერიშების განხორციელებას, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან შორს არის ქალაქის საზღვრთან მიახლოებამდე, მით უმეტეს მის აღებამდე. ჩვენ შეგვიძლია ამას შევხედოთ როგორც მიკროკოსმს იმისა, რაც მთლიანად დონეცკში ხდება. საბოლოოდ სიტუაცია იგივეა. რუსეთი აწვება, მაგრამ დიდად წინ ვერ მიდის. რუსეთის გეგმა 2026 წლის ბოლომდე მთლიანად დონეცკი დაიკავოს. ეს გეგმა ნამსხევებად იქცა, რადგან მათი წინსვლა იმდენად სასაცილოდ ნელია, რომ წლის ბოლომდე თუ სლოვიანსკის კიდესაც კი მიაღწევს, ესეც წარმატებად ჩაითვლება. მით უმეტეს, რომ დარჩენილი ციხესიმაგრე ქალაქების აღებაზე ლაპარაკით ზედმეტია. უკვე ვახსენეთ, რამდენად ნელია რუსეთის წინსვლა ამ ქალაქისკენ. დონეცკში და მთლიანად უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. 1 აგვისტოს ივლისში რუსეთის კამპანიის შეფასებისას ISW აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინაში სულ რაღაც 37.8 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. რაც დღეში საშუალოდ 1.22 კვადრატული კილომეტრის წინსვლას ნიშნავს. შედარებისთვის ეს მანჰეტენზე ნაკლები ფართობია, როგორც ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს. რუსეთისთვის კარგი ამბავი იყო ის, რომ ივლისი მეორე თვე იყო ზედიზედ, როდესაც პუტინის ძალებმა მოახერხეს უკრაინაში ტერიტორიული მოგების მიღწევა. ივნისში მსგავსი, თუმცა უფრო მცირე წინსვლა დაფიქსირდა 30.2 კვადრატული კილომეტრი. მაშინ როცა აპრილსა და მაისში ერთად რუსეთმა თითქმის 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაკარგა. ასე რომ რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს დაეწიოს იმ დანაკარგებს, რაც 2026 წლის დასაწყისში განიცადა. ამ ეტაპზე მან დაახლოებით 9 აღიდგინა აპრილის დანაკარგებიდან. ეს კარგი სურათი არ არის იმ ქვეყნისთვის, რომელიც თითქოს შეტევაზეა და დონეცკში მძვინვარებს. წინსვლის ეს საცუდავი ტემპი კიდევ უფრო მკაცრ შეფასებას იმსახურებს, თუმცა რუსეთის ივლისის დანაკარგებსაც გავითვალისწინებთ. 3 აგვისტოს კიევ ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს დანაკარგები 42860 მოკლულ ან დაჭრილ ჯარისკაცს შეადგენდა, რაც 2026 წლისთვის რეკორდული მაჩვენებელია და კიდევ უფრო მეტიც. წინა რეკორდი ივნისში დაფიქსირდა, როცა რუსეთმა 39280 ჯარისკაცი დაკარგა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა ყოველ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 1130-ზე მეტი ჯარისკაცი შესწირა ამთვის განმავლობაში. ციხესიმაგრეების ზოლი აშკარად ასრულებს თავის საქმეს. და როგორც 1 და 2 აგვისტოს ვნახეთ, სლოვიანსკის დამცველები უმოწყალოდ ეფექტურები არიან. რაც შეეხება მთლიანად დონეცკს, რეგიონის დაპყრობა 2026 წლის ბოლომდე შეუძლებელი მიზანია. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ უკრაინის ყველა დამცველი ერთდროულად გადაწყვეტს უბრალოდ შეწყვიტოს ბრძოლა. და რუსეთის ჯარისკაცების არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით, ჩვენ არც კი ვართ დარწმუნებული, რომ იარაღის დაღვრაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა წლის ბოლომდე ციხესიმაგრეების ზოლი აიღოს. შეურაცხყოფებს, რომ თავი დავანებოთ, წინსვლის ტემპი, რომელიც ივნისსა და ივლისში ვიხილეთ, იმდენად ნელია, რომ ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსი Deep State ამბობს, რუსეთი დონეცკსაც კი ვერ აიღებს 2027 წელს, 2026-ზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ერთადერთი რამ, რაც როგორც ჩანს ამ საშინელ პროგნოზს რუსეთისთვის შეცვლის, ის იქნება თუ ვლადიმერ პუტინი მართლაც გაამართლებს ხმებს და სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ 500,000 რუსი ჯარისკაცის მობილიზებას დაიწყებს. აი ესეთ სამწუხარო მდგომარეობაში აღმოჩნდა ახლა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი. მან ვერ შეძლო დონეცკის აღება მაშინ, როცა თქვა, რომ ამას გააკეთებდა. და ერთადერთი გზა, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო, ის იქნებოდა, რომ გაეკეთებინა ის ერთადერთი რამ, ვისი გაკეთებაც არაერთხელ დაპირდა, რომ არ გააკეთებდა. ამ ყველაფრიდან არც ერთი არ ეხმარება იმ ჯარისკაცებს, რომლებიც რუსეთმა ახლახან შესწირა სლოვიანსკთან. მათ უბრძანეს, რომ ჯოჯოხეთში შესულიყვნენ და ზუსტად ჯოჯოხეთი იპოვეს კიდეც. თუმცა უკრაინის სლოვიანსკის კონტრშეტევა მხოლოდ უმცირეს მინიშნებას იძლევა იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება რუსეთის დონბასის ფრონტის ხაზზე. ეს ხაზი ჩამოშლის ზღვარზეა. მოლაპარაკებები ჩავარდა. აშშ-სა და ირანს შორის ომი კვლავ გაჩაღდა და ორივე მხარე ყველაფერს ირენებს ბრძოლაში. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა 20 ივლისს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ახლა სრულმასშტაბიან ომშია და ომს მსხვერპლიც მოხვება. აშშ-მ ტრაგიკულად განიცადა გარკვეული დანაკარგები ირანის დარტყმების შედეგად. ეს დანაკარგები უპასუხოდ არ დარჩებოდა. ირანმა აშშ-ის თვალში გადაკვეთა მიუტევებელი ზღვარი ამერიკულ ავიაბაზაზე თავდასხმით. რეჟიმს ეგონა, რომ ცეცხლთან თამაში შეეძლო, მაგრამ აშშ-მ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, როცა დაუნდობელი შურისძიებით უპასუხა, რაც ირანის რეჟიმს აჩვენა, რომ ნებისმიერი მცდელობა აშშ-ის განადგურებისკენ ათმაგი ძალით დაუბრუნდება. ძალადობის შაბათ-კვირამ აშშ-ს გლოვაში დატოვა, მას შემდეგ რაც ირანის დათმობის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ყველაზე მძიმე თავდასხმა მოხდა იორდანიაში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე, სადაც ირანულმა რაკეტამ მოახერხა და ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაარღვია. CBS News-ის ცნობით, თავდასხმის კადრები მიუთითებს, რომ გამოყენებული იყო მაღალი სიზუსტის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თითქმის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოფრინდა. Blinda. ჯარისკაცები თავშესაფრისკენ გარბიან, როცა რაკეტა, რომელსაც სავარაუდოდ შაჰიდის ტიპის დრონებიც ახლდა, ჩამოვარდა. ეს თავდასხმა იყო მეორე შემთხვევა ბოლო 2 დღეში, როცა ირანმა იორდანიაში მდებარე ბაზაზე იერიში მიიტანა და მეოთხე შემთხვევა ბოლო 5 დღეში, როცა ირანმა იორდანიაში ამერიკულ ძალებს შეუტია. ამ იერიშების შედეგად ათობით ჯარისკაცი დაშავდა. დაღუპულებად ეს 2 ჯარისკაცი დაასახელეს. პირველი ლეიტენანტი Tyler James Piani, რომელიც 25 წლის იყო. და რიგითი იზაბელა გონსალესი, რომელიც მხოლოდ 19 წლის იყო. ორივე მათგანი განთავსებული იყო მუა ფაქ-სალტის საჰაერო ბაზაზე, სადაც ისინი ამერიკის არმიის საჰაერო თავდაცვის საარტილერიო პოლკის შემადგენლობაში მსახურობდნენ. იერიშის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საჰაერო თავდაცვა აქტიური იყო, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმ რაკეტის შესაჩერებლად, რომელმაც ზიანი მიაყენა. ჩვენ თითქმის ყველა რაკეტა ჩამოვაგდეთ, თქვა რუბიომ და დაამატა. ერთი მაინც გაპარული აღმოჩნდა. არასწორ ადგილს მოხვდა და ტრაგიკულად დასრულდა, რაც გულსადგენია. მალევე აშშ-ს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩრდილოეთ ერაყში მესამე ჯარისკაცი დაიღუპა, მას შემდეგ რაც მონაწილეობდა ირანული დამთმელი დრონის, რომელიც არაფეთქებულა კონტროლირებად განადგურების მცდელობაში. აფეთქების შედეგად მეორე ჯარისკაცის დაშავდა. ამ ინციდენტის შესახებ მეტი დეტალი არ გვაქვს, თუმცა რუბიომაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, ისინი საბრძოლო მასალას აუნებელ ყოფდნენ და ამ პროცესში მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც დაშავდნენ. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი გმირი ამერიკელები ემსახურებიან ფორმაში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა სანძიმარი და განაცხადა, ჩვენ ძალიან წუხართ, მაგრამ იცით, ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ეს სამი დაღუპვა აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი იყო და ეს აჩვენებს, რომ აშშ-ისა და ირანს შორის ომი კვლავ გამწოლდა. New York Times-ის ინფორმაციით აშშ-მ ამ ომში ჯამში უკვე 16 ჯარისკაცი დაკარგა. BBC-ის ცნობით ეს რიცხვი უფრო მაღალია და 17-ს აღწევს. მას შემდეგ რაც ივლისის დასაწყისში გაუჩინარებული აშშ-ის საზღვაო ფლოტის პილოტი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა როგორც ჩანს, მისი გარდაცვალება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. აშშ-ში ჯერ კიდევ გლოვობს თავისი 3 ჯარისკაცის დაკარგვის დაკარგვას. თუმცა ქვეყნის ადმინისტრაციამ ირანის მიერ მუზაფარ სალტის ავიაბაზაზე ბოლო თავდასხმის შემდეგ სხვა რამე დაანონსა, დასჯას. და ეს სასჯელი მასიური საცეცხლე ძალით განხორციელდა. ეს აჩვენებს ირანს, რომ შეიძლება ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ საჰაერო თავდაცვას გააპაროს, მაგრამ ვერაფერს გააკეთებს, იმიკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს აშშ-ს მხრიდან ათობით საკუთარი რაკეტის გაშვება. ბომბებთან და სხვა ყველაფერთან ერთად, რასაც აშშ-ს გადაწყვეტს ირანის ტერიტორიაზე გაუშვას. 19 ივლისს AP News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სამხედროებმა მთელი დღის განმავლობაში განახორციელეს გამანადგურებელი საჰაერო დარტყმების სერია. ირანის რეჟიმის სწრაფად დასასჯელად ამერიკელი ჯარისკაცების სიკვდილის გამო. დარტყმები მიუხედავად იმისა, რომ შურისძიება იყო, ასევე ტაქტიკური ხასიათის იყო. ისინი ისევე როგორც ყველაფერი, რასაც აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებდა, მიზნად ისახავდა ირანის გავლენის შესუსტებას ჰორმუზის სრუტეზე. როდესაც სრუტე ღია, ის უზრუნველყოფს მსოფლიოს ნავთობის მარაგების დაახლოებით 20%-ის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ომი კვლავ განახლდა, სრუტე კიდევ ერთხელ დაიბლოკა, რადგან ირანი იყენებს ასიმეტრიულ ტაქტიკას, რათა ჰორმუზის გავლით გემით გადაადგილება საშუალო სავაჭრო ხომალდებისთვის ძალიან სარისკო გახადოს. ამერიკის შურისძიების დარტყმების უმეტესობა განხორციელდა სირიკის მახლობლად, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე მდებარეობს და სავარაუდოდ წარმოადგენს საწყის წერტილს დრონებისა და სწრაფი ნავებისთვის, რომლებიც ჰორმუზის გავლით გადაადგილებას შეუძლებელს ხდიან. AP News-ი იტყობინება, რომ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA აცხადებს, რომ პირველი თავდასხმები დაფიქსირდა დაახლოებით სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა, რომელიც რეჟიმს ჰორმუზის სრუტის კონტროლში ეხმარება და ჰაჯიაბადი, რომელიც ჰორმუზგანის პროვინციაშია. ასევე ჩანს, რომ აშშ-მ დარტყმა მიაყენა ქეშმის კუნძულთან ახლოს მდებარე ადგილსაც, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მდებარეობს და გავრცელებული ხმებით იქ უზარმაზარი მიწისქვეშა სარაკეტო ციხესიმაგრეა განთავსებული. PBS დამატებით ინფორმაციას აწვდის, თუ რას ესროლა აშშ-ის შურაში. მათ განაცხადეს, რომ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ შურისძიების დარტყმების სერიაში სამიზნედ სათვალთვალო ობიექტები, სამხედრო ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა იარაღის სათხრობები და საზღვაო შესაძლებლობები აირჩია. მიჩნეულია, რომ აშშ-ის თავდასხმებმა ჰორმუზგანში როგორც ელექტროსადგური, ასევე წყლის გამწმენდი ქარხანა დააზიანა. ბოლო იყო ძალიან მიზანმიმართული დარტყმა. IRNA ამტკიცებს, რომ ამ თავდასხმების შედეგად 10,000 ადამიანი დარჩა სუფთა წყლის გარეშე. ქეშმის კუნძულის მახლობლად განხორციელებული დარტყმა ასევე გავრცელებული ინფორმაციით წყლის გამწმენდ ქარხანასაც შეეხო. როგორც ჩანს, ამერიკის შურისძიების ჯოჯოხეთი გადაიზარდა სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და ირანის სამხედრო ძალების ძირითადი საჭიროებების გარეშე დატოვებას. ბანდარ-აბასში აშშ-მ ხიდი და 2 გვირაბი გაანადგურა. ამ დარტყმებმა გადაადგილება შეაჩერა ამ მნიშვნელოვანი ბაზისკენ.
ირანმა ასევე აღიარა სხვა თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა სხვა დეტალები თითქმის არ გაუმჟღავნებია. გარდა იმისა, რომ ამტკიცებს, ამერიკული დათმობის შედეგად ბოლო 3 კვირის განმავლობაში მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი დაშავდა. ეს არის შურის ძიების სახე. თუ ირანი აშშ-ის ავიაბაზას დაარტყამს და ამერიკელ ჯარისკაცებს ბალისტიკური რაკეტით მოკლავს, აშშ-ში უპასუხებს ისეთი მასშტაბური ცეცხლით, რომ რამდენიმე ირანულ რეგიონს მოიცავს. და შურის ძიება ამით არ დასრულებულა. ამ დარტყმებს მოხდა კიდევ რამდენიმე შეტევა 19 ივლისის ღამესა და 20-ში გადასვლისას. რაც ნიშნავს, რომ უკვე მე-9 დღეა აშშ-ში ირანს თავის უპირატესი საჰაერო ძალით უდევს. სირიკი კვლავაც სამიზნე გახდა, ისევ როგორც ქალაქები ტაბრიზი, ჯასკი და ჩაბაჰარი, იუთრება ალ-ჯაზირა. კვლავაც მიზანი იყო ირანის გავლენის შესუსტება ჰორმუზის სრუტეზე. აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათი მიზანია ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტება, რომლებიც გამოიყენება კომერციულ გემებზე და ჰორმუზის სრუტეში მოძრავ მეზღვაურებზე თავდასხმისთვის. ეს დარტყმების სერია მოხდა ამ ვიდეოს შექმნამდე ცოტა ხნით ადრე და ჯერ არ გვაქვს სრული ინფორმაცია თუ რა გაანადგურა აშშ-შում. ამ დროისთვის ცნობებში აღნიშნულია, რომ აფეთქებები დაინახეს და გაიგონეს აღნიშნულ ქალაქებში და რომ ირანის გაფანტულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სცადეს საპასუხო ცეცხლის გახსნა. მეტი ინფორმაცია სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი და გასაკვირი არ იქნება თუ გავიგებთ, რომ აშშ-მ დაარტყა იგივე ტიპის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებს, რასაც თავდაპირველ შურის ძიების დარტყმაში დაესხა თავს. ჩვენ კიდევ ერთხელ ძლიერად დავარტყით მათ დღესღამით და ეს გავაკეთეთ სავარაუდოდ 3, ალბათ 3 დიდი პატრიოტის პატივსაცემად, განაცხადა ტრამპმა ამერიკული დათმობების შემდეგ. IRGC-ის გაუჭირდება იმის მტკიცება, რადგან ირანის რეჟიმს კიდევ ერთხელ უწევს იმ განადგურებული სამიზნეების ნანგრევებში ქეკვა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ შურის ძიება ცივად უნდა მიირთვაო, აშშ-მ სხვა გზა ირჩია. ცეცხლი ამერიკისთვის საუკეთესო შურის ძიებაა. იმდენად დიდი, რომ ირანს უწევს ინანოს, საერთოდ რომ მოკლა ამერიკელი ჯარისკაცები. თუმცა ვინც ირანის ომს აკვირდება, ოპერაცია Epic Fury-ის დაწყებიდან ბოლო დარტყმებამდე ერთ რამეს მიხვდება. ეს კონფლიქტი შორსაა დასრულებისგან. ალბათ. ომი ირანთან ცვლილებების მუდმივ ამერიკულ მთებს გავს, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა. და იქნება შემდეგ. ამ კითხვაზე რამდენიმე შესაძლო პასუხს მალე გაგაცნობთ, მაგრამ მანამდე ეს არის სამხედრო შოუ, ამხედრო შოუ. თუ ჯერ არხზე ახართ გამოწერილი, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. და თუ გსურთ, რომ ჩვენი უახლესი ვიდეოები გამოქვეყნებისთანავე ნახოთ, ავდაგავიწყდეთ შეტყობინებების ზარის ჩართო. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პასუხები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, ორ კატეგორიად გავყოთ. დაუყოვნებელი და მომავალი. დაუყოვნებლივ არსებობს უცნაური კომბინაცია პოტენციური მშვიდობის შესახებ საუბრისა და აშკარა ესკალაციისა, რომელსაც ორივე მხრიდან მხედავთ. 20 ივლისის ანგარიში Sky News-ი ამბობს, რომ შუამავლებმა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში, როგორც იუთხრებიან, ირანის რეჟიმს 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება გადასცეს. ამ ცეცხლის შეწყვეტის იდეა როგორც ჩანს არის ის, რომ ორივე მხარის მომლაპარაკებლებს მისცეს დრო, რათა ისინი დაბრუნდნენ ინგოს შეთანხმებამდე, როგორც იყო დროებითი შეთანხმება, რომელსაც აშშ და ირანი ივნისში მიაღწიეს. ეს შეთანხმება უნდა იყოს აქტიური. სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ დაახლოებით ნახევარი გავიარეთ იმ 60 დღიანი პერიოდისა, რომელიც უკვე უნდა მიეცა მომლაპარაკებლებისთვის გარკვეული ამოსუნთქვის დრო. ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენის გარდა. ირანმაც დაადასტურა შუამავლებისგან შეტყობინებების მიღება, თუმცა მისმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალებში შესვლა არ ისურვა. მაგრამ დიპლომატიის ბორბლები შესაძლოა კვლავ ნელად რეალებდეს, მიუხედავად ამ ყველაფრისა და საპასუხო დარტყმებისა. და ეს შეიძლება იყოს საუკეთესო გზა იმის აღსაწერად, რაც ახლა ირანში ხდება. როცა ირანი დარტყმას ატემის დარტყმას აყენებს, აშშ-ში პასუხობს და პირიქით. ირანის გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ უკვე განაცხადა სახელმწიფო მედიით, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი მტაცებლობა, დაშინება, ტოტალიტარიზმი ან სისასტიკე მიიღებს გამანადგურებელ პასუხს. ასევე ჩანს, რომ ირანი აპირებს შეასრულოს ეს მუქარა. იქნება ეს დარტყმები აშშ-ის ბაზებზე, სხვა მტრებზე თუ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ირანმა უკვე კიდევ ერთხელ განახორციელა დარტყმა ერახში, სადაც 19 ივლისის დილის საათებში დრონი გაუშვა ქურთისტანის თავისუფლების პარტიის ბაზაზე. ამ დრონის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ირანის უმაღლესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ასევე გააფრთხილა, რომ აშშ-ში მიიღებს დაუვიწყარ გაკვეთილებს საპასუხო დარტყმების გამიზგამა. ხამენეიმ ასევე უწოდა ტრამპის ხელმოწერას ნებისმიერ შეთანხმებასა თუ ცეცხლის შეწყვეტის წყვეტის დოკუმენტზე უსარგებლო და ბათილი, რადგან მან გააკრიტიკა აშშ-ის წინა დარტყმები, რომლებიც მისი აზრით არღვევდა უკვე არსებულ 60 დღიან შეთანხმებას. ამ ყველაფრიდან არ ჩანს, რომ ირანსა და აშერიქოს შორის ბოლო დაძაბულობის დასრულების მცდელობაში შუამავლებს დიდი იმედი აქვთ. მართლა ჰორმუზის სრუტე, სადაც ამ დაპირისპირების დიდი ნაწილი მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ დაიხურა. აშშ-მას და ირანმას გამოაცხადეს ბლოკადების შესახებ. აშშ აცხადებს, რომ ირანულ გემებს გააჩერებს, ხოლო ირანი ამბობს, რომ სრუტეში მისი გემების გარდა თითქმის ყველაფერი სამიზნე იქნება. რუბიომ ირანი ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენებაში დაადანაშაულა. ის მართალია, მაგრამ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ირანის დადანაშაულება რთულია. ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი ირანს აძლევს საშუალებას ისეთი ვაჭრობის ქაოსი შექმნას, რომ სხვა ქვეყნები აშშ-ზე ზეწოლას იწყებენ, რათა ომი შეაჩეროს.
ამის საფასხოდ რუბიო ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს გაზარდონ ზეწოლა ირანზე, როგორც აშშ-ის მხარდასაჭერად, ასევე სავაჭრო გემების სრუტეში უსაფრთხოდ გასავლელად. შეერთებული შტატები გააკეთებს და გააგრძელებს იმას, რაც საჭიროა გლობალური გადაზიდვების დასაცავად, მაგრამ სხვა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ ჩართულობა და უზრუნოყონ. იქნება ეს ტექნიკა თუ ფინანსები, რომ ამ ტვირთის დარებაში დაგვეხმარონ, განაცხადა რუბიო. სადავოა უპასუხებენ თუ არა ამ მოწოდებას. სხვა ქვეყნებმა ომის ადრეულ ეტაპზე არ დაეხმარნენ აშშ-ის რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა საბრძოლო გემებს გამოუყოფენ. ნავთობის ფასებიც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მიუღწევიათ $100-ზე მეტ ნიშნულს ბარელზე, რაც ოპერაცია Epic Fury-ს პირველ კვირებში ვიხილეთ, ისინი ამ მიმართულებით მიიწევენ აშშ-ის შურისძიების თავდასხმების ფონზე. ნავთობის ბარელის ფასი მოკლედ $90 გადააჯარბა, თუმცა მალევე ისევ 80-იანების ზედანიშნულზე დაბრუნდა. ძნელია ვივარაუდოთ, რომ ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს, სანამ ეს საფასხო დარტყმები გრძელდება. და ჰორმუზის სრუტე ვაჭრობის გემებისთვის კვალ ძალიან სახიფათოა. და ამ ყველა დაუყოვნებელი პრობლემის გარდა სრულიად აშკარა გახდა, რომ ირანში და მის გარშემო მოქმედი ასეთ შებოს ჯარისკაცებისთვის რისკი კიდევ უფრო იზრდება. ასეთი მასშტაბის მსხვერპლი ასეთ მოკლე დროში ირანში ომის პირველ კვირეებიდან არ გვინახავს. და როგორც ჩანს, ირანი გააძლიერებს დრონებისა და რაკეტების დარტყმებს, რადგან აშშ-ო აგრძელებს შეტევებს ირანის ტერიტორიასა და ჰორმუზის სრუტის ობიექტებზე. Საწუხაროდ ეს ნიშნავს, რომ 3 დაღუპული, რომლებმაც აშშ-ო საფასხო დარტყმები გამოიწვია გასული კვირის ბოლოს და 20 ივლისამდე სავარაუდოდ ბოლო არ იქნება. ირანს მეტი რაკეტა აქვს. ირანს შეუძლია თვეში 1000-ობით დრონის წარმოება და როგორც ერახში ვნახეთ, ეს დრონები საშიშია მაშინაც კი, როცა ჩამოგდებულია. ეს ეხება ომის შემდეგი ეტაპის უშუალო ასპექტებს, მაგრამ რა იქნება მომავალში? ბევრი ვარაუდი კონცენტრირებულია მომავალზე, სადაც ომი კიდევ უფრო გამწვავდება, რაც როგორც ჩანს, სწორედ ის მიმართულებაა, რომელსაც ვითარება იღებს. იმ დროს, როცა ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ტრამპის ხელმოწერა არ ღირს იმ ქაღალდადაც კი, რომელზეც ის წერია და 60 დღიანი შეთანხმება შუა გზაზე იშლება. აშკარად ჩანს, რომ აშშ-ში უფრო ხანგრძლივი ბრძოლისათვის ემზადება. 19 ივლისის ანგარიშში ინეთმა გაამჟღავნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირანის გარშემო აშშ-ის ძალების კონცენტრაცია მიმდინარეობს, რადგან საბრძოლო თვითმფრინავები და საწვავის შევსების თვითმფრინავები ისრაელში ჩავიდნენ. იგივე წყარო იუწყება, რომ კიდევ მეტი ამერიკული ძალა განთავსდა სპარსეთის ყურის რეგიონში. და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი როგორც ჩანს ამ ბოლო ესკალაციაში ჩართული არ არის, სიტუაცია შეიძლება წამში შეიცვალოს. აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე ტრამპის ადმინისტრაცია ბრძოლის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას მოინდომებს. მაგრამ უკვე ხედავთ, რამდენად რთული იქნება ეს, რადგან ბრძოლა უკვე კონტროლიდან გამოდის. როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ძალების მობილიზება იქნება მოსალოდნელი, თუ ირანი საკუთარ საფასხო დათმობს განახორციელებს. გარდა ამისა, გაიხსენეთ კომენტარები, რომლებიც ვიდეოს დასაწყისში მასუდ პეზეშკიანისგან გაგიზიარეთ. ირანის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყანა ახლა სრულმასშტაბიან ომშია ჩართული, რაც ნიშნავს, რომ რიტორიკა იმდენად განძაფრდა, რომ ირანი აცხადებს, მიმდინარე მოვლენებს მმართველი რეჟიმისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად განიხილავს. სადამდე მივა ეს ომი ჯერ კიდევ უცნობია. აშშ-ს საჰაერო თავდაცვის რაკეტები და გრძელდისტანციური საბრძოლო მასალა უკვე იწურება, როგორც ამბობენ საინფორმაციო წყაროები. ეს პრობლემა იქნება, თუ ამერიკა აპირებს იმავე სტრატეგიის შენარჩუნებას, რასაც აქამდე იყენებდა. ან საჰაერო დარტყმები უნდა შემცირდეს, რათა მარაგები არ მოიწუროს, ან აშშ-ს მოუწევს საჰაერო იერიშ სხვა ზომებიც დაუმატოს. შესაძლოა მათ შორის სახმელეთო ჯარების გაგზავნაც, თუ პესეშკიანი მართალია და კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება. AA მიუთითებს, რომ აშშ-ო სულ მცირე აპირებს ინტენსივობის გაზრდას. გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელ კანზე დაბრუნებით გაკეთდა. კანმა 19 ივლისს განაცხადა, რომ ანონიმურმა ისრაელისა და აშშ-ს უსაფრთხოების ძალებმა აცნობეს, რომ კიდევ მეტი იყო მოსალოდნელი. რასაც ეს ნიშნავს, მხოლოდ მომავალში გავიგებთ. რაც შეეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომლებიც ირანის მეზობლები არიან, ისინი მეტ არეულობას ელიან. სინამდვილეში ისინი ამას უკვე განიცდიან. აშშ-ის ბაზა, რომელსაც ირანმა დაარტყა, საბოლოოდ იორდანიაში მდებარეობდა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის დრონებისა და რაკეტების მოქმედების არეშია, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც აშშ-სთან რაიმე ფორმით არიან მოკავშირეები, იციან, რომ თავდასხმების ზრდას უნდა ელოდონ. ირანს შეუძლია პირდაპირ ავნოს აშშ-ს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმით. ასევე შეუძლია ზეწოლა მოახდინოს აშშ-ზე, ამ ქვეყნებში ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით. თუმცა ასეთი მიდგომა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს განხორციელებული. თუ ირანი ზედმეტად გაამწვავებს სიტუაციას, სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებს შეიძლება იძულებულები გახდნენ აშშ-სთან ერთად ჩაერთონ ომში. ირანის მიზანია იმდენად ძლიერად დაართას ამ გაარტყას ამ ქვეყნებს, რომ მათ აშშ-ს მოლაპარაკებებისკენ უბიძგონ. ქუვეითი, საუდის არაბეთი და იორდანია უკვე დაზარალდნენ და ეს მხოლოდ დასაწყისია, თუ ომი კიდევ უფრო გამწვავდება. რაც შეეხება გამოსავალს, რთულია იმის დანახვა, საიდან შეიძლება გამოჩნდეს ის. საერთოდ არსებობს ასეთი შესაძლებლობა. ეს არის მთავარი კითხვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გამოსავალი, რომელიც თითქოს არსებობდა, უკვე აღარ არსებობს. აშშ კვლავაც იმედოვნებს, რომ მისი დარტყმები ირანის რეჟიმის ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს, იმდენად რომ რეჟიმი იძულებული გახდება დანებდეს. ამ რეჟიმმა წარსულში აჩვენა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და მისი მთელი რიტორიკა მიუთითებს იმაზე, რომ უფრო დიდი ბრძოლა გველის, ვიდრე აქამდე გვინახოს. ის იმედოვნებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე არსებული ბერკეტები აიძულებს აშშ-ს უკან დაიხიოს. ორივე მხარეს აქვს მოთხოვნები, რომლებსაც მეორე მხარე როგორც ჩანს არ აპირებს მიიღოს. ეს არის პრობლემის არსი. სანამ ირანს ექნება ბირთვული ამბიციები, როგორც ჩანს, აშშ-ს თავს დაესხმება.
თუ აშშ-ში გააგრძელებს თავდასხმას, ირანი არ დაიცლებს მოლაპარაკებებს და განახორციელებს იმგვარ დათმოებს, რომლებმაც თავდაპირველად გამოიწვია აშშ-ს შურისძიება. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია დაანდვილებით ვთქვათ: არაფერია გარკვეული. თითოეული მხარე თითქოს დარწმუნებულია, რომ მეორეზე მეთხანს გაძლებს. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-შომ უკვე გადამწვარი მიწის ტაქტიკა გამოიყენა შურისძიებისთვის, ირანი არ ჩამოშლილა. ისინი სურთ გაანეიტრალონ აშშ-ს ლიდერი, მე. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს ფაქტის შემდეგ განაცხადა და დაამატა: ყველა სიაში ვარ, დილით ვნახე, ყველა მათგანის სიაში ვარ. და ჯერჯერობით მგონი ცოტა გამიმართლა, მაგრამ შეიძლება ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. და გახდა ამ განცხადების მიზეზი. ირანმა სცადა ტრამპის მკვლელობა. სანამ ტრამპი ანკარაში თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ნატოს ლიდერებს შეხვდა, თეირანის ბნელ კუთხეებში შეთქმულება მზადდებოდა. ეს იყო შანსი გაენადგურებინათ Air Force One და ტრამპი მოიშორებინათ, მაგრამ აშშ-მ ეთი ჭკვიანი ნაბიჯით ეს შეთქმულება ჩაშალა. და რაც შემდეგ მოხდა, ირანისთვის დამამცირებელი აღმოჩნდა და რეჟიმს მარტივი გაკვეთილი ასწავლა. თუ სულელურ გადაწყვეტილებებს მიიღებ, სულელურ შედეგებსაც მიიღებ. ყველაფერი ანკარაში დაიწყო, სადაც ტრამპი ჩაფრინდა, რათა ნატოს სამიტში მიეღო მონაწილეობა, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ. ეს შეკრება უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა ლიდერებისთვის გაეღმავებინათ ურთიერთობები და განეხილათ, რა უნდა გაკეთებულიყო მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთსა და სპარსეთის ყურეში. მაგრამ კულისებში რაღაც უცნაური მოხდა. დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა ახალი ვერსიის Air Force One-ით, რომელიც ყატარმა აჩუქა აშშ-ს. ეს თვითმფრინავი უკვე საკამათო იყო. ტრამპს არაერთხელ მოუწია უარყოფა ბრალდებებისა, რომ თვითმფრინავი მას აჩუქეს და არა აშშ-ს. გარდა ამისა, თვითმფრინავის აღჭურვას იმ ყველა თავდაცვითი სისტემით, რაც წინა Air Force One-ზე იყო, გარკვეული დრო დასჭირდებოდა. დამატებითი განახლებები და გაუმჯობესებები დაგეგმილია შემოდგომისთვის, ამბობს თეთრი სახლის პრეზიდენტი კეროლინ ლევიტი. მაგრამ ისინი ჯერ არ არის განხორციელებული და ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც ტრამპმა ანკარაში უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ანკარაში ყატარული თვითმფრინავით ჩავიდა, დაბრუნების გზის მინიმუმ ნაწილი მან იმ ძველი Air Force One-ით გაიარა, რომელიც ახალმა თვითმფრინავმა უნდა ჩაანაცვლოს. ტრამპი მაშინ უდარდელი იყო. როცა კითხეს რატო შეცვალა თვითმფრინავი, მან უბრალოდ უპასუხა, რომ სურდა ძველი დროის ხათრით მეორე თვითმფრინავით ეფრინა. რომ ტრამპი რაღაცას მალავდა. თვითმფრინავის შეცვლა ბევრად უფრო სერიოზული მიზეზით მოხდა. ირანი ტრამპის მკვლელობას ცდილობდა. და თავისი პროქსების მეშვეობით, ირანის რეჟიმს ეგონა, რომ ამერიკის პრეზიდენტზე იერიშის მიდანის იდეალური შესაძლებლობა ჰქონდა. ამის შესახებ სენსაციურ 24 ივლისის ანგარიში წერს New York Times-ი. სადაც ნათქვამია, რომ ტრამპს იძულებული გახდა მოულოდნელად შეეცვალა თვითმფრინავის სანდო და ახალი საფრთხის გამო. ირანის პროქსი ძალები აქტიურად უმიზნებდნენ მას და Air Force One-ს. ეს საიდუმლო სამსახურს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დააყენა. თაუშობდნენ თუ არა ისინი ტრამპს კატარის თვითმფრინავის გამოყენებას. იმის ცოდნით, რომ ის ბოლომდე აღჭურვილი არ იყო და შესაძლოა ვერ გამკლავებოდა საფრთხეს. თუ უნდა გადაეყვანათ ტრამპი საიდუმლო სამსახურს Air Force One-ის ძველ ვერსიაზე, რომელსაც ყველა თავდაცვითი სისტემა აქვს, საიდუმლო სამსახურმა სწორედ ეს გზა ირჩია. და ასე ირანი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მისი გრანდიოზული მკვლელობის გეგმის გეგმა ჩაიშალა. ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით მკვლელობის გეგმაზე, რაც გასაკვირი არ არის. ირანი ნამდვილად არაფერებს გამოაცხადოს, ზუსტად როგორ სურს ტრამპის მოცილება, ხოლო აშშ-შო დეტალებს ფრთხილად ეკიდება. რადგან არ სურს ირანს გაუმხილოს რამდენად ბევრი იცის სინამდვილეში. თუმცა ვიცით, რომ პროქსი ძალები, რომლებიც ამ მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ, კონკრეტულად კატარის თვითმფრინავს არ ესხმოდნენ თავს, თუმცა ამ თვითმფრინავმა მათ დარტყმის შესაძლებლობა მისცა. ისინი ტრამპის და იმ თვითმფრინავის დარტყმა სურდათ, რომელშიც ის იმ დროს მგზავრობდა. ამაზე მეტი თეთრ სახლს არაფერი უთქვამს. ჟურნალისტებისთვის ოფიციალური ბრიფინგი არ ჩატარებულა და New York Times-ი ამხელს, რომ კონგრესისა და ადმინისტრაციის მთავარ წევრებსაც კი არ მიეწოდათ ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ თვითმფრინავის შეცვლა სიფრთხილის მიზნით მოხდა. აღმოჩნდა, რომ ეს შეფასება ძალიან მსუბუქი იყო. ტრამპის სიცოცხლე საფრთხეში იყო და საიდუმლო სამსახურს მოქმედება მოუწია. ერთი რამ ზუსტად ვიცით. ირანი ტრამპის სიცოცხლის მიმართ მუქარების გამოთქმაში არასდროს იკავებდა თავს. ქვეყნის ამჟამინდელმა უზენაესმა ლიდერმა მოჰამად რეზა ფაჰლავიმ X-ზე საინტერესო განცხადება გაავრცელა მკვლელობის მცდელობის შემდეგ და აღნიშნა: ჩვენ ვფიცავთ, რომ შურს ვიძიებთ თქვენი წმინდა სისხლისა და ამ ორ ბოლო ომში დაღუპული ყველა მოწამის სისხლისთვის. ამ ბოროტ მოქმედ სამარცხვინო მკვლელებზე შურისძიებით. ეს შურისძიება ისაა, რასაც ჩვენი ერი ითხოვს და ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს. უმცროსი ხამენეი აშკარად შურისძიებას ითხოვს თავისი მამის, ალი ხამენეის სიკვდილისთვის, ოპერაცია Epic Fury-ის საწყის ეტაპებზე. და თუ უზენაესი ლიდერი ამას მოითხოვს, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ეს უნდა განახორციელოს. თვითონ ტრამპი დიდი ხანი ამტკიცებს, რომ ირანის რეჟიმის სამიზნე სიაშია, როგორც ვიდეოს დასაცვეში ნახეთ ციტატიდან. და ირანს მსგავსი რამ უკვე უცდია ადრე. უკვე 2024 წელს ტრამპის სიცოცხლის წინააღმდეგ ირანთან დაკავშირებული ორი შეთქმულება გამოავლინეს. როგორც Time-ის ჟურნალი უძღვება. პირველი, რომელიც 2024 წლის ივლისში გახდა ცნობილი, ეხებოდა პაკისტანელ მამაკაცს სახელად ასიფ მერჩანტი, რომელიც დააკავეს რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის, მათ შორის ტრამპის მკვლელობის შეთქმულებაში. მოგვიანებით იმავე წელს ფარჰად შაკერი, რომელიც ავღანეთის მოქალაქეა, დააკავეს მას შემდეგ, რაც გავრცელებული ინფორმაციით ირანის მთავრობის დავალებით ტრამპის მკვლელობის გეგმის შედგენას აპირებდა.
ახლაც კი საფრთხეები კვლავ გრძელდება და ისინი მხოლოდ ტრამპს არ ეხება. 28 ივლისს გამოცემა ინდეპენდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა გამოაქვეყნა შემაშფოთებელი ვიდეო სათაურით, სად მოკლან მელანია, რომელიც აჩვენებს პირველი ლედის ავტოკოლონას ნიუ-იორკის ქუჩებში და პირდაპირ მოუწოდებს თავისუფლების მებრძოლებს, რომ დაესხან მას თავს. მუხარებს ვერც კი დონალდ ტრამპის ვაჟი ბარონიც კი ვერ გადაურჩა. ვიდეოს ბოლოს ის ამბობს: ბარონ ტრამპ, დაგველოდე. ასე რომ თუ გაინტერესებთ, რამდენად სერიოზული იყო ანკარაში ტრამპის მიმართ არსებული საფრთხე, პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: სერიოზული. ირანის რეჟიმი ძალიან აშკარად აჩვენებს, რომ ტრამპისა და მისი ოჯახის წევრების მოკლა მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლებოდა ირანს ამის გაკეთება, პროქსების ხსენება ძალიან მრავლისმხელია. ირანს არ სურს ტრამპის პირდაპირი ლიკვიდაცია. ირანს კარგად ესმის, რომ მოქმედი აშშ-ის პრეზიდენტის მოკლა და ამისთვის პირდაპირი პასუხისმგებლობის აღება მასზე მთელი მსოფლიოს რისხვას დაატეხს და შესაძლოა მეხუთე მუხლის ამოქმედებამდეც კი მივიდეს საქმე, რაც ომში სპარსეთის ყურის რეგიონში ათეულობით სხვა ქვეყანას ჩართავს. ამიტომ ირანს სურს გამოიტანოს მარიონეტული ჯგუფები, ირანის გარეთ მოქმედი მებრძოლი ჯგუფები, თუმცა ისინი ფინანსდებიან და აღჭურვილნი არიან რეჟიმის მიერ, რომელსაც შეუძლია თავდასხმების განხორციელება ისე, რომ ირანის რეჟიმს შეეძლოს ყველაფერზე უარის თქმა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ყველაზე სავარაუდო თავდასხმის გზა იქნება ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალების მეშვეობით, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა საბჭო აღწერს როგორც ექსპედიციურ დანაყოფს, რომელიც ირანის სხვადასხვა რეგიონალურ მებრძოლ ჯგუფებთან თანამშრომლობს. ეს ყუდსის ძალაა, რომელიც კოორდინაციას უწევს ჰამას, ჰუთებსა და ჰეზბოლას მსგავს ჯგუფებს, აწუდის მათ იარაღს და გადასცემს უზენაესი ლიდერის მითითებებს იმის შესახებ, თუ რას სურს ირანს ამ ჯგუფებისგან. ყუდსის ძალა პატარა ჯგუფი არ არის. ჯაშუშობაში და დივერსიაში სპეციალიზებული ამ ჯგუფს დაახლოებით 15,000 წევრი ჰყავს. და მას აქვს ირანის რეჟიმის სახელით მკვლელობების ორგანიზების ხანგრძლივი ისტორია. როდესაც ირანში 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში პროტესტი აფეთქდა, ირან ინტერნეშნალის ცნობით, სწორედ ყუდსის ძალა აკონტროლებდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროტესტის მონაწილეს მკვლელობას, რათა არეულობა შეეტანა მათ რიგებში. ყუდსის ძალამ ასევე აკონტროლებდა 2011 წლის შეთქმულებას, რომლის მიზანიც იყო საუდის არაბეთის ელჩის აშშ-ში ადელ ალ-ჯუბეირის მკვლელობა და ამისთვის მექსიკური ნარკოკარტელის გამოყენება იგეგმებოდა. ყოველთვის როცა ირანს არეულობის შექმნა სურს, ყუდსის ძალის კვალი ხშირად იკვეთება. და 10 წლეულების გამოცდილების ფონზე როგორც ჩანს, ეს ძალა ცდილობდა თურქეთში ან მეზობელ ქვეყანაში მებრძოლები გაეაქტიურებინა, რათა Air Force One-ზე თავდასხმა ორგანიზებულიყო. იმის ცოდნით, თუ რამდენად მასშტაბურია საფრთხე, საიდუმლო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება თვითმფრინავის შეცვლაზე და აი რატომ. ქატარის თვითმფრინავს, რომელსაც ახლა Air Force One-ის სახით იყენებენ, არ აქვს ბევრი თავდაცვითი საწინააღმდეგო სისტემა, რაც წინა ვერსიაზე იყო დამონტაჟებული. New York Times-მა ეს გამოვლინა 9 ივლისის სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ ქატარის თვითმფრინავს არ აქვს იგივე ანტისარაკეტო შესაძლებლობები, როგორიც ძველ Air Force One-ს. 2025 წელს კითხვები დაისვა ქატარის თვითმფრინავზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. და იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ეს სამუშაოები საკმარისი საჭირო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორს სტივენ ჩენგს კითხეს ამ ზომებზე მას შემდეგ, რაც ტრამპმა თვითმფრინავი შეცვალა. მან უპასუხა: ახალი Air Force One უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თვითმფრინავია, რომელსაც მაღალი დონის უსაფრთხოების პროტოკოლები აქვს, რაც პრეზიდენტისა და მისი პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც პრეზიდენტმა ბოლო დროს განაცხადა, ამერიკის ბევრ მტერს ისხავს ამოღებული სამიზნეში და ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას, რაც ჩვენს ხელთ არის ამ საფრთხებთან გასამკლავებლად. ეს განცხადება ბევრს არაფერს ამხელს, მაგრამ არსებული უსაფრთხოების პროტოკოლები აშკარად არ არის იმ დონეზე, რომ პრეზიდენტის სიცოცხლე სათანადოდ დაიცვას. შეადარეთ ეს Air Force One-ის ძველ ვერსიას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ძველ თვითმფრინავს აქვს სხვადასხვა საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია იმ ტიპის საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად, რასაც ირანი და მისი პროქსი ძალები სავარაუდოდ გეგმავდნენ. ამ საწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობა გასაგები მიზეზების გამო გასაიდუმლოებულია. თუმცა ვიცით, რომ Air Force One-ის ძველი ვერსია აღჭურვილია ელექტრონული ომის სისტემებით რაკეტების გადამისამართებისთვის, ანტისაჰაერო რაკეტების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით და მას შეუძლია გაუმკლავდეს ელექტრომაგნიტური იმპულსის ზემოქმედებასაც კი, როცა ჰაერში იმყოფება. Simple Flying ამატებს, რომ თვითმფრინავს აქვს ინფრაწითელი საწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც გამოიყენება რაკეტების გადამისამართებისთვის. მათ შორის რამდენიმე AN/ALQ-204 მატადორის ჯემერი. ამას დაუმატეთ შესაძლებლობა, რომ ბორტზე ინახებოდეს 2000-მდე კვება და ასევე ჰაერში საწვავით შევსების შესაძლებლობა. და მიიღებთ თვითმფრინავს, რომელიც შექმნილია ხანგრძლივი ფრენებისთვის, ცაში დარჩენისთვის და საკუთარი თავის საფრთხეებისგან დასაცავად. სერიოზულ შემთხვევებში აშშ-ში ასევე აგზავნის გამანადგურებელ თვითმფრინავებს Air Force One-ის გვერდით, თუმცა როგორც ჩანს, ანკარაში ისინი არ გაუგზავნიათ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით აშკარაა, რატომაც აერჩია საიდუმლო სამსახურმა ტრამპისთვის თვითმფრინავის შეცვლა, მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რაც შემდეგ მოხდა. ამ მკვლელობის მცდელობის დრო გადამწყვეტია და მალე გაიგებთ რატომ. ჯერ კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიძერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები, თუ გსურთ მოვლენებს წინ უსწროთ. დაუბრუნდეთ ანკარის სამიტს. ეს შეხვედრა გაიმართა 7-8 ივლისს. გახსოვთ კიდევ რა მოხდა ამ თარიღებში. აშშ-მ დაიწყო ახალი საჰაერო დათმების სერია ირანში. თუმცა ტრამპი ამტკიცებდა, რომ ეს დათმების სერია დაიწყო როგორც შურის ძიება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების დაბომბვისთვის. როგორც ჩანს, ქრონოლოგია თითქმის სრულად ემთხვევა. 8 ივლისი იყო მეორე დღე, რაც თითქმის 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდა ირანზე დათმების სერია.
დარტყმების მეორე დღე ასევე ანკარის სამიტის მეორე დღე იყო და სავარაუდოდ ტრამპს იმ დროისთვის უკვე ეცოდინებოდა მის სიცოცხლესთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. ხოლოდ 8 ივლისს აშშ-მ გაუშვა რაკეტები და ბომბები ირანის პორტ ქალაქ ბანდარ-აბაზზე, სადაც მდებარეობს ირანის საზღვაო ბაზა. ასევე სამხრეთის სანაპირო ქალაქ სირაქსა და ბუშერის პროვინციაზე, სადაც მდებარეობს ირანის მთავარი ბირთვული ელექტროსადგურის კომპლექსი. ეს იყო შურის ძიება, ზუსტად როგორც ტრამპმა თქვა, მაგრამ შესაძლოა არა იმაზე, რაც ჰორმუზის სრუტეში ხდებოდა. ტრამპმა შეიძლება პირადად მიიღო მის სიცოცხლეზე მუქარა. ასევე მიიჩნია, რომ ეს ირანის მცდელობა იყო. განიახლებინა კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე თვე მყიფე ზავის პირობებში იყო. ჯანდაბას პროქსები. აშშ-ს კარგად ესმის, რომ ამ ჯგუფების უკან ირანი დგას და ამ ყველობის მცდელობას ციდან ცეცხლით უპასუხა. ირანს კი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ასწავლა. არ გააღვიძო დათვი. უბრალოდ ნუ გააკეთებ ამას ირან. საკმარისია მხოლოდ მინიშნებაც კი, რომ ტრამპის მკვლელობა გსურს, რომ მთელ ქვეყანაში ქარეშხალი აგორდეს. ირანის მხრიდან მკვლელობის მცდელობის შემდეგ დაწყებული 13 დღიანი დარტყმები ახლა თითქოს დასრულდა. 26 ივლისი. იყო მესამე დღე არამყარი ზავისა, რომელიც ამჟამად მოქმედებს. რათა აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების განახლების საშუალება მიეცეთ. ეს ანიშნავს, რომ აშშ მზად არის აპატიოს და დაივიწყოს. როგორც ელჩმა მაიკ ვოლცმა 26 ივლისს განაცხადა, ამას მომდევნო დღეებში ვნახავთ, მაგრამ არ შეგეშალოთ. დამატებითი სამხედრო ძალები რეგიონში გადაადგილდება. რეჟიმმა უნდა დაიჯეროს პრეზიდენტის სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ ისინი მზად არიან და ყველა ვარიანტი განხილვაშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანის მიერ მოწყობილი მკვლელობის მცდელობის საფასუხოდ ზედიზედ 13 დღის განმავლობაში განხორციელებული დარტყმები მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალი იყო. თუ რეჟიმი ისევ გადაუხვევს წესებს, ან კიდევ ერთხელ შეეცდება რამე ზიანი მიაყენოს ტრამპს, შემდეგი დარტყმები კიდევ უფრო გამანადგურებელი იქნება. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმია ძაჟიში. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ჰოსეინ ჰამენეი-პურმა ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღესაც კი მიუძღვნა პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც თქვა: როგორც ჩანს, ჩვენს თვითფას ირანს გუშინ მშვიდობიანი ღამე ჰქონდა და მისი არც ერთი ნაწილი არ დაზიანებულა და არ დაურთხამთ. ირანის სხეული უვნებელია. ირანის თავი ჯანმრთელია. თუნდაც ტრამპი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს მოლაპარაკებები ისევ სწორ გზაზე დააბრუნოს, მიუხედავად იმისა, რაც მას თითქმის შეემთხვა. ტრამპს სურს წინ წაიწიოს და შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს. 28 ივლისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვაშინგტონი და ირანი ძალირანით ამოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მას შემდეგ, რაც სამხედრო დარტყმები შეჩერდა და დაამატა, რომ პირველად რამდენიმე კვირაში რეალური პროგრესის მიღწევის კარგი შანსი არსებობს. ასე რომ გემის სწორ გზაზე დადგა. ყველაფერი ისევ სწორად მიდის. ერთადერთი რამ, რაც ამ ახალ ზავის დასრულებას გამოიწვევს, არის ის, თუ ირანი რამეს სულელურს გააკეთებს. მაგალითად, ფარულად შეუტევს აშშ-ის სამხედრო ბაზას სპარსეთის ყურის რეგიონში. სამჯერ გეცდებათ გამოიცნოთ რა გააკეთა ახლახან ირანმა. სასაცილო ნაბიჯით, რომელიც თითქოს სპეციალურად იყო გამიზნული წარმატებულად მიმდინარე მოლაპარაკებების ჩასაშლელად, ყველობის მცდელობის შემდეგაც კი ირანმა მოულოდნელი იერიში მიიტანა აშშ-ის ძალებზე 28 ივლისის საღამოს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე 4 ბალისტიკური რაკეტა იქნა გაშვებული. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა რაკეტა როგორც ჩანს ჩამოაგდეს, ცენტრალურმა სარდლობამ დაამატა, რომ აშშ-ის ძალებზე ეს უსაფუძვლო თავდასხმები წარუმატებელი იყო. ეს დათმები ნიშნავს, რომ ომი, რომელიც თითქოს ჩაცხრა, კვლავ გამწვავდა. ამ დათმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ამ ვიდეოს წარმოების დროს. იმ დროისთვის, როცა თქვენ უყურებთ, შესაძლებელია, რომ აშშ-მ უკვე საფასუხო დარტყმები მიაყენა, რითაც ბოლო მოუღო ცეცხლის შეწყვეტის ბოლო მცდელობას. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სულ რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ირანი თავის საიდუმლო თავდასხმას დაიწყებდა, რაც შეიძლება ირანის მოტივაციაზე მიანიშნებდეს. ეს შეიძლება არ იყოს მკვლელობის შეთქმულება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ს შურის ძიება მოუნდება, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ირანის მცდელობები Air Force One-ის ჩამოგდებაზე ჩაშალა. გლობის მცდელობას რომ დაუბრუნდეთ, აშშ-ში მესამბავი ასე არ დატოვა. ირანზე რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული საფასუხო თავდასხმების გარდა, ამერიკის ხელისუფლებამ გლობის მცდელობის გამოძიებაც დაიწყო. თუმცა როგორც ჩანს, ეს გამოძიება ირანზე არ არის კონცენტრირებული. ამის ნაცვლად, FBI-ის აგენტები აქტიურად ეძებენ ინფორმაციას მთავრობის წარმომადგენლებისგან, რადგან იძიებენ შესაძლო გაჟონვის ფაქტს, რომელმაც შესაძლოა ირანს მისცა მიზეზი თავდაპირველად ეცადა ტრამპის მკვლელობა. 15 ივლისის ანგარიში New York Times-მა გაამჟღავნა, რომ FBI-ის აგენტებმა ისაუბრეს რამდენიმე ადამიანთან, რომლებიც ანკარაში კატარის Air Force One-ში იმყოფებოდნენ და იმდენად შორს წავიდნენ, რომ ზოგიერთ ოფიციალურ პირს სთხოვეს ტელეფონების გადაცემა, რათა FBI-ს შეეძლოს მათი შემოწმება გაჟონვის მტკიცებულების დასადგენად. ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო და New York Times ანონიმურად ესაუბრა, განაცხადა, რომ იმ პირებს შორის, ვისთანაც გამომძიებლები ცდილობდნენ დაკავშირებას, იყვნენ საიდუმლო სამსახურის აგენტებიც, რომლებიც ტრამპთან ერთად მოგზაურობდნენ. ამ ოფიციალურ პირებს საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელობის მითითებით ნებისმიერი გარე მოთხოვნა თავიანთ იურისტებთან უნდა გადაეგზავნათ. თუმცა ახლა საჭიროა დავსვათ კითხვა. ეს უბრალოდ სტანდარტული პროცედურაა, თუ კი FBI სჯერა, რომ საიდუმლო სამსახურის რომელიმე წევრმა შეიძლება ირანსა და მის პროქსებს ინფორმაცია გაუჟონა, ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე საინტერესო მიდგომა აირჩია მკვლელობის მცდელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან თავისი კოლექტიური რისხვის ნაწილი New York Times-ის ჟურნალისტებისკენ მიმართა, რომლებიც იმ რამდენიმე ადამიანში არიან, ვინც გააშუქა უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კატარის Air Force One-თან, რომელზეც უკვე ვახსენეთ. ამ გამოძიებას ხელმძღვანელობს FBI-ის დირექტორი ქაში პატელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება Air Force One-ს, უნდა გაკონტროლდეს, რათა მტერს სისუსტეებზე მინიშნებები არ მიეცეს.
ეს დამატებითი გამოძიება აჩენს კითხვებს პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით და გვაიძულებს დაუსვათ აშკარა კითხვა. თუ თეთრმა სახმა იცოდა, რომ კატარის Air Force One ჯერ მზად არ იყო, რატომ იყენებდა მას? შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხი ვერასდროს მივიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ტრამპი უსაფრთხოდაა. ძველმა Air Force One-მა გააკეთა ის, რისთვისაც ყოველთვის იყო შექმნილი და ირანის მცდელობები პროქსების მეშვეობით მკვლელობა მოეხდინა, წარუმატებლად დასრულდა. თუმცა სპარსეთის ყურეში კონფლიქტი ჯერ შორსაა დასრულებისგან. ირანის მოულოდნელმა თავდასხმამ იორდანიაში ომი კვლავ გააღვივა სულ რამდენიმე დრიანი სიმშვიდის შემდეგ. კიდევ მეტი მოდის. მეტი დართმა ირანში, მეტი ირანული პასუხი და შესაძლოა კიდევ მეტი მცდელობა ტრამპის სიცოცხლეზე. ამჯერად ირანის რეჟიმი შეიძლება დამცირებულად გრძნობდეს თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ხელახლა არ ეცდება თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. წლების განმავლობაში ირანი აშენებდა. მთის სიღრმეში დამალული ირანი ქმნიდა ახალ ბირთვულ ობიექტს, რომელიც თვალთახების მიღმა. დამალული, მაგრამ არა ისეთი საიდუმლო, როგორც ირანს სურდა ყოფილიყო. ეხლა ირანის ბირთვული პიკაქსის მთა გამოაშკარავდა, რაც მას აშშ-სა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის დედამიწაზე ნომერ 1 სამიზნედ აქცევს. მაგრამ რეჟიმს სჯერა, რომ ეს მთა განადგურებას არ ექვემდებარება. ისინი ფიქრობენ, რომ ობიექტი იმდენად ღრმაა ამ მთაში ჩამარხული, რომ აშშ-ს არანაირი საშუალება არ აქვს დაარტყას მას. ამერიკა პასუხობს: აი, ჩემი 30,000 ფუნტიანი ბუნკერსაცი ნაღმდეგო ბომბი. ყველაფერი მუქარით დაიწყო. როდესაც ირანი აგრძელებს გემებზე თავდასხმებს ჰორმუზის სრუტეში და როცა ეს თავდასხმები უკვე წითელ ზღვაშიც გავრცელდა ჰუთების მეშვეობით და შესაძლოა კასპიის ზღვაშიც კი, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა ირანის მატერიკზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამიზნეს განხილავს. პიკაქსის მთას ამერიკა სამიზნედ განხილავს, რადგან ამ მთაში მდებარეობს ბირთვული ობიექტი, რომელიც ღრმად მიწისქვეშაა დამალული. ტრამპის გაფრთხილება ნათელია. დაასრულეთ ჰორმუზის ბლოკადა, თორემ აშშ თოხის ბრძოლაში ბომბებს გამოიყენებს. ამ ტერიტორიას ალბათ ძალიან მალე დავარტყამს და ყამს და მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ ამის წინააღმდეგ, განაცხადა ტრამპმა 21 ივლისს. როცა თეთრ სახლში ლიბანის პრეზიდენტ ჟოზეფ აუნთან ერთად იჯდა. აუნი იქ იმყოფებოდა, რათა თავისი ქვეყნისთვის რაიმე სახის სტაბილურობა მოეპოვებინა მას შემდეგ, რაც მის ქვეყანაში ისრაელსა და ირანის მხარდაჭერილ ჰეზბოლას მებრძოლ ჯგუფს შორის თვეების განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა. ამის ნაცვლად მან ტრამპისგან პირდაპირ მოისმინა, რომ ეს სტაბილურობა ძალის გამოყენებით მიიღწევა. ჩვენ მივყვებით მასალას. იქ არის მოქმედება, განაცხადა ტრამპმა. მანამდე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მუქარა, რომ აშშ ძალიან ძლიერად დაარტყამს პიკაქსის მთას. უამრავი კითხვა ჩნდება. შეძლებთ თუ არა აშშ ამ თითქოს და დაუნგრეվել ობიექტზე დარტყმას? გააკეთებს ამას? რატომ? მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და კითხვა, რითაც დავიწყებთ, რა არის პიკაქსის მთა? ზედაპირზე ის ერთ-ერთ მრავალ მთასა და ბორცვს გამოიყურება, რომლებიც ირანის ტერიტორიაზე მრავლადაა მიმოფანტული. რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ არის, მაგრამ უფრო ღირსშესანიშნაობას გავს რაიმე სახის საშაიმე სახის საშიშ სამხედრო ობიექტს. ასე იყო 10 წლეულების განმავლობაში, სანამ ირანის რეჟიმი მშენებლობას დაიწყებდა. დღეს პიკაქსის მთა მხოლოდ მთა აღარ არის. ეს არის უზარმაზარი ბირთვული ობიექტი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაცულ დაწესებულებად მთელ ახლო აღმოსავლეთში. ირანმა წლები დახარჯა მიწისქვეშა უზარმაზარი გვირაბების კომპლექსების აშენებაში, 10-ობით მეტრის სიღრმეზე. იმ ობიექტზე, რომელსაც CBS News ნატანზის ბირთვული ობიექტის გაგრძელებას უთოდებს და რომელიც აშშ-მ დაარტყა როგორც 2025 წლის ზაფხულში, ასევე ოპერაცია Epic Fury-ის დროს. მაგრამ პიკაქსის მთა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება. ეს იმას არ გავს 5-საძინებლიან სახლზე ავტოფარეხი რომ მიაშენა. ირანი ბოლო რამდენიმე წელი ამ ობიექტის განვითარებას უთმობდა, რათა მას შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს ნათანს ან ირანში არსებულ სხვა ბირთვულ ობიექტებს როგორც ზომით, ასევე მასშტაბით. სამუშაოები ამ ობიექტზე 2020 წელს დაიწყო. მას შემდეგ რაც ნათანზის ბირთვულ ობიექტში ხანძარი მოხდა, რამაც ირანის რეჟიმს დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანია რამდენიმე ობიექტის ქონა, რომლებიც ერთმანეთისთვის სარეზერვო ობიექტებად ფუნქციონირებენ. ჟურნალ Time-ის ცნობით ეს ხანძარი, რომელმაც პიკაქსის მთის პროექტის დაწყებას მისცა ბიძგი, სინამდვილეში დივერსიის შედეგი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა ახალი ობიექტის შექმნას. საბოლოო ჯამში თუ ნათანს ერთხელ დაარტყეს, იგივე შეიძლება განმეორდეს მომავალშიც. აშშ-მა და ისრაელმა, რომ ირანი მართალი იყო 2025 და 2026 წლებში, დაამტკიცეს ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით. თავდაპირველად პიკაქსის მთაში გათხრილი გვირაბები განიხილებოდა როგორც მიწისძე და ნათანზის ცენტრიფუგების აწყობის ობიექტის შემცვლელი, რომელიც ხანძრისა და სავარაუდო დივერსიის მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთხელ ირანის გონიერი ნაბიჯი. რაც ადრე მიწისძედა იყო ხელმისაწვდომი, მიწის ქვეშ გადატანით ბევრად უფრო რთულს ხდი დივერსანტებისთვის მის წვდომას. ახალი ობიექტი ნათანსთან ახლოს მდებარეობს, სულ რაღაც 2 კილომეტრში. რაც შეეხება იმას, რამდენად ღრმაა ეს ობიექტი, ეს კიდევ ერთ დიდ კითხვას წარმოადგენს. ჯეიმს ექტონმა, რომელიც კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანადირექტორია, თქვა: ეს ძალიან ღრმა ობიექტია. ზუსტად რამდენად ღრმაა, არ ვიცით, მაგრამ ძალიან სავარაუდოა, რომ მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზეა. ის ასევე ამატებს შემაშფოთებელ გაფრთხილებას აშშ-ისთვის. უბრალოდ არ არსებობს გზა, რომ ეს ობიექტი გაანადგურონ. ირანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს აზრი გაამყაროს და პიკაქსის მთის გარშემო თავდაცვა ააგო. გარდა იმისა, რომ ობიექტი მინიმუმ 100 მეტრის სიღრმეზეა,
თას თავადაც იცავს რამდენიმე საზენიტო ბატარეა. ეს ბატარეები სავარაუდოდ ისევ ადგილზეა. სხვადასხვა ირანის ბირთვული ობიექტებისგან განსხვავებით, პიკაქსის მთას ჯერ არ შეხებია აშშ-ს საჰაერო დარტყმები. რაც მიუთითებს, რომ ობიექტზე საჰაერო თავდაცვა კვლავ მოქმედია. ეს თავდაცვა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ნებისმიერ ამერიკულ ბომბ-დამშენს, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტს მიადგება. პიკაქსის მთა არც პატარაა. სატელიტური ფოტოები აჩვენებს ობიექტში რამდენიმე შესასვლელს, რაც მიუთითებს, რომ ის 2.7 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მაგრამ აშშ-ს ამ მასშტაბთან გამკლავება მოუწევს. ჟურნალ Fortune-ის მიხედვით, ირანი აპირებს ამ ობიექტის გამოყენებას გაცილებით მეტი მიზნებისთვის, ვიდრე მხოლოდ ცენტრიფუგების შესანახად. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, პიკაქსის მთა შესაძლოა საბოლოოდ იქცეს ადგილად, სადაც ირანი ურანს გაამდიდრებს. თეორიულად, ეს ასევე შეიძლება გახდეს ადგილი, სადაც ირანი ბირთვული იარაღს აწარმოებს. ამ ყველაფერში ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა უკვე დაიწყო ურანის გამდიდრება, ან სხვა ბირთვული აქტივობები პიკაქსის მთაზე. დონალდ ტრამპმაც კი განაცხადა ივლისის დასაწყისში, რომ აშშ-ში აკვირდებოდა ამ ობიექტს, მაგრამ ბირთვული აქტივობის მტკიცებულება არ ჰქონდათ. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი, ანუ ICC, ეთანხმება ამ მოსაზრებას, რადგან მათი სატელიტური ფოტოები აჩვენებს ობიექტს, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და არა ისეთ ობიექტს, რომელიც უკვე ოპერაციულად გამოიყენება. თუმცა ეს შეიძლება იყოს ირანის მიზანი. თუმცა ესმაილ ბაღაი, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერია, ასევე ამტკიცებს, რომ ამ ობიექტზე ბირთვული საქმიანობა არ მიმდინარეობს. ICC-მა თავისი პოზიცია სიტყვა გაურკვევლით დააზღვია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეიძლება პიკაქსის მთა მოქმედეს. ასევე გაურკვეველია, გეგმავს თუ არა ირანი კვლავ დიდი მასშტაბის ასაწყობი ობიექტის მოწყობას. ირანის ცენტრიფუგების პროგრამის განადგურების გათვალისწინებით, მათ შორის ირანის შესაძლებლობა დაამზადოს ცენტრიფუგის კომპონენტები, რომლებიც საჭიროა აწყობის ქარხნისთვის, აღნიშნავს ჯგუფი თავის შეფასებაში. დასკვნა ასეთია. ამჟამად პიკაქსის მთაზე არაფერი ხდება, მაგრამ ეს მიწისქვეშა ბაზაა. რაც არ უნდა იყოს მთის ქვეშ, ეს თვალთახედვას მიღმაა. და რამდენადაც ვინმე მიცის, ირანმა შეიძლება უკვე დაიწყო გვირაბების გაყვანა მთიდან პირდაპირ ნატანზამდე. შესაძლოა ამ წუთას ბირთვული მასალის გადატანა მიმდინარეობს და ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან სატელიტური ფოტოები მხოლოდ ზედაპირზე მიმდინარე მოვლენებს აფიქსირებს. ეს შეიძლება ჩვენი ვარაუდია, მაგრამ ასევე შესაძლებელი. ახლა უკვე გვაქვს გარკვეული წარმოდგენა რა არის პიკაქსის მთა, მაგრამ კითხვები მაინც რჩება. შეძლებს თუ არა აშშ-ს ამ ობიექტზე დარტყმას? და თუნდაც შეძლოს, გააკეთებს ამას. ამ კითხვებზე პასუხებსაც გავარკვევთ და გავიგებთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. ჯერ კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენს არხზე საინტერესო ინფორმაციას იღებთ, ახლა საუკეთესო დროა გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი შემდეგი ვიდეოები. თავარი კითხვა ასეთია: შეძლებს თუ არა აშშ-ში პიკაქსის მთაზე ისეთი ძლიერი დარტყმის მიყენებას, რომ ობიექტის მუშაობა სრულად შეაჩეროს? აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰექსეთი ასე ფიქრობს. როდესაც მას სწორედ ეს კითხვა დაუსვეს, ჰექსეთმა უპასუხა: ჩვენი შესაძლებლობების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. შემდეგ კი დაამატა, მაგრამ თუ ვინმეს მსოფლიოში შეუძლია მიაღწიოს დედამიწის ნებისმიერ წერტილს, ეს არის შეერთებული შტატების სამხედრო ძალა, ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში. გაურკვეველი ყველაზე თავაზიანი სიტყვა, რომლითაც შეგვიძლია დავახასიათოთ ეს განცხადება, რადგან ჰექსეთი თითქმის არაფერს ამბობს პიკაქსის მთაზე თავდასხმის რეალურ სტრატეგიაზე და არსებობს კარგი მიზეზი, რატომაც ომის მდივანი თავს იკავებს. ეს მთა იოლად დასაძლევი არ არის. გაიხსენეთ ექტონის განცხადება, რომ ასეთი ღრმად მიწისქვეშა ბუნკერის დაბომბვა შეუძლებელი იქნებოდა. ექტონმა ეს განცხადება იმითაც დააზუსტა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია პიკაქსის მთის შესასვლელებისა და გამოსასვლელების დაბომბვა, რაც გარკვეულ მინიშნებას იძლევა შესაძლო სტრატეგიაზე. მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი რამ არის, რაც ამ ბირთვული ობიექტის განადგურებას ართულებს. DW აღნიშნავს, რომ 100 მეტრზე ან მეტ სიღრმეზე მიწისქვეშ განთავსება ნიშნავს, რომ პიკაქსის მთა ყველაზე ღრმაა ყველა იმ ობიექტს შორის, რაც ირანმა აქამდე ააშენა. ეს კი თავის მხრივ ბევრად უფრო რთულს გახდის მის დაზიანებას იმ ტიპის საჰაერო დარტყმებით, როგორიც აშშ-ს განახორციელა ნატანსსა და სხვა ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ი და ჰექსეთი ამ საკითხს დაუპირისპირდებოდნენ იმით, რომ ამერიკას აქვს ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ყველაზე დიდი და ძლიერი ამ ბომბებიდან გაანადგუროს ობიექტი, რომელიც ისეთ სიღრმეზეა დამალული, როგორიცაა პიკაკს მთაზე მდებარე ობიექტი. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ აშშ-ში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, მას მოუწევს გამოიყენოს თავისი ყველაზე დიდი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბი, GBU-47 Massive Ordnance Penetrator, ანუ MOP. სპეციალურად ისეთი ობიექტებისთვის, როგორიცაა პიკაკს მთა, შექმნილი ეს უზარმაზარი ბომბი იწონის 13600 კილოგრამს და შეუძლია გაარღვიოს გამაგრებული და ღრმად მიწაში დამალული სამიზნეები. MOP-ზე მიმაგრებული საბრძოლო ქობინი იწონის 2082-დან 2600 კილოგრამამდე, როგორც არმიის ცნობარში აღნიშნული. ასე რომ აშშ-ში არ მიაწვდის 13600 კილოგრამ სუფთა და დამანგრევალ ძალას. MOP-ის დაახლოებით მეექვსედი რეალურად იწვევს ზიანს, მაგრამ 2600 კილოგრამამდე აფეთქება დახურულ ობიექტში სრულიად საკმარისია სერიოზული სტრუქტურული დაზიანების მისაყენებლად. თუმცა აქ თავარი სწორედ შეღწევადობაა და სწორედ ამაში აწყდება აშშ-ს სირთულეს.
MOP-ს შეუძლია 60 მეტრამდე შეაღწიოს ქვასა თუ გამაგრებულ ბეტონში. Pickaxe მთის სამიზნემდე 40 მეტრი აგლია. თუ ასეა, მაშინ რა შეუძლია ASHS-ს, რომ უზრუნველყოს ობიექტის განადგურება? ცხადი პასუხია განმეორებითი დარტყმები, რაც ეფუძნება MOP-ის სიზუსტეს, რომლის სავარაუდო წლიური ცდომილება რამდენიმე მეტრია, რათა დანარჩენი საქმე შეასრულოს. ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი სტრატეგია. დაარტყი Pickaxe Mountains ერთხელ, რათა შეაღწიო 60 მეტრამდე სიღრმეში. შემდეგ ისევ იმავე ადგილს დაარტყი, რომ თავად ობიექტში შეაღწიო. ავად ობიექტში შეაღწიო. ASHS მოუწევს იზრუნოს ობიექტის გარშემო არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებაზე. რომ ეს მეთოდი განხორციელდეს, დაარსებობს იმის ალბათობა, რომ რაღაცები არასწორად წავიდეს. მიზნის ხელმეორედ ვერ მოხვედრა საჭიროებს განმეორებით შეტევებს, მანამ სანამ ASHS-ში დარწმუნდება, რომ ირანის მიწისქვეშა ობიექტს დაარტყა. ეს კი სარისკო და ძვირადღირებული. თითოეული MOP მილიონობით დოლარი ღირს და ირანს მხოლოდ ერთი საჰაერო თავდაცვის დანაყოფი სჭირდება, რომ პირდაპირი დარტყმა მიაყენოს და შეტევა ASHS-თვის კატასტროფული გახადოს. ასევე რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ზიანი მიადგა ობიექტს, თუ საერთოდ მიადგა. Pickaxe Mountain-ის ობიექტი მიწისქვეშაა, ამიტომ ზიანის შეფასება სატელიტური ფოტოებით ზუსტად ადვილი არ არის. მაგრამ შესაძლოა სხვა ვარიანტიც არსებობს. აქტონმა ამაზე უკვე ისაუბრა. დაარტყი გასასვლელებს და შესასვლელებს. ICC აღნიშნავს, რომ Pickaxe Mountains ზედაპირზე 2 წველი შესასვლელი აქვს, რომლებიც აშკარა სამიზნე იქნებოდა ASHS-სა და მისი მასიური ბუნკერ-ბასტერ ბომბებისთვის. იგივე ჯგუფი ასევე აღნიშნავს, რომ წაფსული თავდასხმები შეიძლება ამერიკის მიდგომისთვის მაგალითი იყოს Pickaxe Mountain-თან მიმართებაში. რამდენიმე შემთხვევაში ASHS-მ დაარტყა ვენტილაციის შახტებს, რომლებიც სუსტი წერტილებიალებია და შეიძლება მისცეს ისეთი არახს, როგორიცაა MOP. უფრო ღრმად შეღწევის შესაძლებლობა, ვიდრე ეს მიწაზე დათმისას იქნებოდა. ICC ასევე მიუთითებს მიწის ზედა ელექტროგადამცემი ხაზებზე, რომლებიც აუცილებელია ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ასე რომ იწყება გარკვეული მიდგომის ჩამოყალიბება. მცირე ზომის ბუნკერ-ბასტერ ბომბებს შეუძლია დაანგრიონ Pickaxe Mountain-ში შესასვლელი და გამოსასვლელი გზები, საჰაერო დათმები კი ანადგურებს ხილულ ელექტრომომარაგების წყაროებს. ვენტილაციის შახტები უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს. ირანის გარდა არავის აქვს Pickaxe Mountain-ის ობიექტის სქემები. თუმცა როგორც ICC აღნიშნავს, ამერიკას აქვს სქემები წინა ობიექტებისთვის, რომლებიც აშენდა აჰმადის ბირთვული იარაღის პროგრამის მიერ. შესაძლებელია გაკეთდეს ვარაუდები მშენებლობის შესახებ. და თუნდაც MOP-ებმა ვერ დაარტყან სავენტილაციო შახტებს, ზედაპირზე მიყენებული ზიანი შეიძლება საკმარისი იყოს ობიექტის დასახურად, რაც ამერიკას მისცემს დროს, რამდენჯერმე სცადოს ამ საქმის დასრულება. სადაც სურვილია, იქ გზაც არის. უფრო სწორად, სადაც MOP-ია, იქ გზაც არის. როდესაც თეორიული მიდგომა უკვე გვაქვს, უბრუნდებით მეორე დიდ კითხვას, რომელიც ადრე დავსვით. დაარტყამს თუ არა ASHS-ში Pickaxe მთას? ტრამპა განაცხადა, რომ მთა ამერიკის სამიზნეშია, თუმცა ასევე მიანიშნა, რომ ASHS-ში დაარტყამს თუ ჰორმუზის სრუტეში მდგომარეობა გაუარესდება. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ ვიდივართ იმ მთავარ ბერკეტამდე, რომელიც ირანს აქვს ASHS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჰორმუზის ბლოკადა ირანისთვის უკიდურესად ეფექტური აღმოჩნდა. ეს ერთი წყლის გზა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო არხია, სადაც გლობალურად გაყიდული ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის ამ სრუტით. სრუტის ბლოკადამ ირანს საშუალება მისცა ზეწოლა მოეხდინა ათეულობით ქვეყანაზე ნავთობის ფასების ზრდის გზით, რაც თავის მხრივ ASHS-ზე ახდენს ზეწოლას, რათა შეწყვიტოს თავდასხმები, რადგან დაზარალებული ქვეყნები ASHS-ს მიმართავენ. 24 ივლისის ანგარიშში ASHS-ის საზღვაო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ სრუტეში მოძრაობა კვლავ დაბალია, მას შემდეგ რაც მაშინ უკვე ASHS-ის ირანზე განახლებული დარტყმების მე-13 დღე იყო. 13-დან 19 ივლისის პერიოდში, მხოლოდ 68 გემი გავიდა სრუტეში. მაშინ როცა წინა კვირას ეს რიცხვი 174 იყო. მიუხედავად ამისა, ტრამპი იმუქრება, რომ ჰორმუზში მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, სანამ Pickaxe-ის მთა დაიბომბება. მდგომარეობა მართლაც გაუარესდა. 26 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერი აფეთქდა, მას შემდეგ რაც ის ირანის მიერ წყალში განთავსებულ საზღვაო ნარმს დაეჯახა, რათა არალეგალური გადაადგილება შეეჩერებინა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ტანკერმა დანიშნული სანავიგაციო მარშრუტი დაარღვია, თუია და ამისთვის პასუხი ააგო. ამ მარშრუტებს იყენებენ ტანკერები, რომლებმაც ირანისგან ტრანზიტის ნებართვა მიიღეს. და დამწვარი და დაზიანებული ნავთობის ტანკერი ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ ირანი მზად არის სრულად გაანადგუროს სავაჭრო გემები, რომლებიც მის წესებს არ ემორჩილებიან. ამ ტანკერის განადგურების პარალელურად, ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები წითელ ზღვაში ასევე დაიწყეს სავაჭრო გემებზე თავდასხმები და ახლა შესაძლოა კასპიის ზღვაც ჩაერთოს მოვლენებში. ასევე 26 ივლისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანულ სავაჭრო გემს დაარტყა. ირანის რეჟიმმა დაუყოვნებლივ გამოიძახა უკრაინელი დიპლომატები ამ ქმედების გამო და განაცხადა, რომ ეს იყო მტრული და კრიმინალური აქტი. უკრაინა აცხადებს, რომ აქვს უფლება დაარტყას ირანულ სავაჭრო გემებს, რადგან ბევრ ასეთ გემს გადააქვს იარაღი და მარაგები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის იყენებს. შექმნილია დენთის კასრი და ფიტილი ძალიან მოკლეა. შეიძლება ირანსა და უკრაინას შორის ბრძოლა მალე აფეთქდეს და აშკარაა, რომ ირანი არ აპირებს დონალდ ტრამპის გაფრთხილებების გათვალისწინებას, რომ თავი დაანებოს ჰორმუზს. ამჟამად ყველა პირობა არსებობს, რომ ASHS-მ დაარტყას Pickaxe-ის მთას. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გააკეთა თავისი გაფრთხილება და მომდევნო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, შესაძლებელია, რომ ASHS-ში ამ დარტყმას უკვე გეგმოს.
თუმცა ჩვენ ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ უმეტესობა ფიქრობს, პიკაქსის მთა ჯერ არ ფუნქციონირებს. ეს აჩენს კითხვებს, რა რეალური მნიშვნელობა ექნება ასეთ დარტყმას აშშ-ისთვის, როდესაც ის ცდილობს შეაჩეროს ის, რასაც ირანის მზარდ ბირთვულ შესაძლებლობებად მიიჩნევს. საიდუმლო არ არის, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებულ ხმაურს მიუხედავად, სწორედ ირანის ბირთვული პროგრამა ამერიკისთვის ყველაზე დიდი სადაო საკითხი. ამ პროგრამას ბირთვული იარაღი ჯერ არ შეუქმნია. გაურკვეველია ირანს ნამდვილად აქვს თუ არა განზრახვა ბირთვული იარაღის შექმნის. თუ უბრალოდ ამდიდრებს ურანს იმისთვის, რომ მუქარის საშუალება ჰქონდეს. რეალურად კი არ აპირებს ბოლომდე მისვლას. და ირანის საიდუმლო ბირთვულ პროექტებში ხანგრძლივი ჩართულობის გათვალისწინებით, აშშ-ს არასოდეს შეუძლია ბოლომდე ენდოს იმას, რასაც ქვეყნის რეჟიმი ამბობს. შესაძლოა პიკაქსის მთა უკვე ფუნქციონირებს. შეიძლება ბირთვულ იარაღზე მუშაობენ კიდეც. ეს ორი ალბათობა მკისიერად აქცევს ამ მთას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან სამიზნედ. გარდა ამისა, თუნდაც პიკაქსის მთა ჯერ კიდევ არ იყოს ამოქმედებული, აშკარაა, რომ ირანს სურს, რომ ასე იყოს. ის ამდენ დროსა და ფულს მშენებლობაზე არ დახარჯავდა, რომ ასე არ იყოს. და შეერთებული შტატებისთვის პრევენციულ დარტყმას ობიექტის ამოქმედებამდე განადგურების კონტექსტში შეიძლება ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორც ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას, რომელიც აშშ-მ თანადვილებით იცის, რომ აქტიურია. აშშ-ს ასევე შეუძლია იდეოს, რომ უკვე მიაყენა საჭირო ზიანი ირანის სხვა ბირთვულ ობიექტებს. ნატანზი, რომელიც ადრე ვახსენეთ, 2025 წელს დაარტყეს და კიდევ ერთხელ მარტში. ისპაჰანი, რომელიც ირანის უდიდესი ბირთვული კვლევითი კომპლექსია, ოპერაცია Midnight Hammer-ის დროს წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ფთოსანი რაკეტებით დაარტყეს. თუმცა ობიექტზე ჯერ კიდევ საკმარისი აქტივობაა იმისთვის, რომ აშშ-მ განიხილოს განმეორებითი დარტყმა, ითხოვინება Wall Street Journal. თალაგანდი 2 ასევე მისი უხმაუროდ აღდგენაც მიმდინარეობს. 2024 წლის ოქტომბერსა და 2026 წლის მარტში განხორციელებული დარტყმების შემდეგ. ფორდო შეიძლება საერთოდ არ იყოს ფაქტორი. ეს იყო ობიექტი, რომელსაც აშშ-მ დაარტყა ვენტილაციის შახტის სტრატეგიის გამოყენებით, რაც ჩვენ პიკაქს მთისთვის შესაძლო ვარიანტად შევთავაზეთ. ამ ობიექტზე ჯერ კიდევ არის ზედაპირზე განთავსებული სამიზნეები, რაც მას კიდევ ერთი დარტყმისთვის ხელსაყრელს ხდის. ასე რომ ამერიკას აქვს არჩევანი, მაგრამ საბოლოო ჯამში პიკაქს თანომერ პირველ სამიზნედ იქცა. თუ ასე არ იქნებოდა, ტრამპი, ჰეგზეთი და ადმინისტრაცია მას სახელით არ ახსენებდნენ. აშშ-თვის ეს შეიძლება არ ეხებოდეს იმას, ფუნქციონირებს თუ არა ეს ობიექტი. პიკაქს მთის საკითხი შეიძლება უფრო იმ გზავნილს ეხებოდეს, რომელიც გაიგზავნება. ეს ირანის ყველაზე ღრმა ბირთვული ობიექტია. თუ აშშ-ს შეძლებს ამ ობიექტის დაბომბას თავისი მოპებით, ირანი მიხვდება, რომ მიწის ქვეშ ასე ღრმად ჩაღრმავებაც კი, რაც ტექნიკურად მოპების მოქმედების ფარგლებს ცდება, გამოსავალი არ არის. ეს შეიძლება ირანზე ზეწოლას მოახდენდეს, რომ ჰორმუზის ბლოკადა დაასრულოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს, ეს ამერიკის გეგმაა. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად სერიოზულია აშშ-ში ზმუქარები პიკაქსის მთასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც ნამდვილად ნათელია ისაა, რომ ის, რასაც ირანი წლების განმავლობაში ცდილობდა დაემალა, ეხლა ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნე გახდა. და შესაძლოა აშშ-ში პიკაქსის მთაზე მხოლოდ M-ოფის არ გამოიყენებს. უფრო მცირე ზომის, 907 კილოგრამიანი ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბები უკვე გამოიყენეს ირანის სარაკეტო ქალაქების წინააღმდეგ, სადაც მათ გვირაბები ჩამოანგრიეს და შესასვლელები გაანადგურეს. შეიძლება თუ არა, რომ ეს მცირე ბომბები პიკაქსის მთაზე გამოიყენონ. უყურეთ ჩვენს ვიდეოს და თავად გადაწყვეტეთ, დაეხმარება თუ არა ეს ბომბები აშშ-ს. ამ ვიდეოში მათ ირანში წინა გამოყენებას ვიხილავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არ გამოგჭეთ ჩვენი უახლესი მოვლენების გაშუქება. სპარსეთის ყურის რეგიონში და როგორც ყოველთვის მადლობას გიხდიდით ყურებისთვის.